საპირისპიროდ ქონია გამოცდილება. მე შევედი ინტერვიუზე, სადაც მამაკაცი დამხვდა ტან ზემოთ შიშველი და სვავდა 2 ლიტრიანი კოკა-კოლის ბოთლით პირდაპირ. რასამბო? ასე რომ ეგეც საპირისპირო რეფლეგენს იდეა რაც არის მაყურებელთვის რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არის ის რომ არსებობს რაღაცა პლატფორმა, პორტალი, აპლიკაცია, რაღაც მეშვეობა იქნება ვებ აპლიკაცია, იქნება თუ მობაილ აპლიკაცია, მანუალი ხსნის ამის სატესტო დეველოპმენტის ვერსიას და ხელით კლიკავს რაღაც კონკრეტულ ბატონებს თეორიულად ეგ არის ხო? როგორ აუხსნიდი ამას, რა არის manual QA ზოგადად რა ისეთ ადამიანებს რომელსაც საერთოდ არ იცის და არ უმუშავია თქვა. ხო, ეგეც ერთ-ერთი მითია, რაც შენ თქვი, რომ თითებით რაღაცებს აკრიკავს და ტესტავს. მაშინ მითხარე? მითია. მითხარე. ხო, მარტივად ისწავლიო. ძალიან გავრცელებული მითია. ხარო ვისაც ვინც პროგრამისტი ვერ გამოდის და ტექსტი უნდა მისვლა QA-ია. კი, ზუსტად და მეორე мотиваცია კიდევ ყოველთვის QA-ისთვის აქვთ ხოლმე რომ ანუ ეს ფინანსური ნაწილი რა, რომ აი არაფერს არ გააკეთებ და ნუ კარგი ხელფასი გექნება. გამარჯობა, ეს არის დევთერაპის 33-ე ეპიზოდი. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის Texi. Texi არის software developer-ული კომპანია. მადლობა Texis. ასევე ჩვენი პარტნიორია JetBrains-ი, რომელიც 2 ლიცენზიასაც ვიდეოს ბოლოს გავათამაშებთ. და ასევე დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია Rabilabs. Rabilabs არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის პროდუქტებს ჯანდაცვის, გართობისა და განათლების სფეროებში. გუნდი სხვადასხვა ქვეყანაშია გადანაწილებული და კომპანია დამოუკიდებლად ვითარდება გარე ინვესტიციების გარეშე. მათი პროდუქტები ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტ ადამიანს აღწევს. კომპანიის კულტურა ნდობაზეა აგებული და ისინი სრულად დისტანციურ სამუშაო მოდელზე მუშაობენ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით ეძებენ პროგრამისტებს, მონაცემთა ინჟინერებს და მონაცემთა ანალიტიკოსებს. თუ აფასებ ავტონომიას, ხარგახსნილ სწავლისთვის და გინდა გლობალურ მასშტაბზე მუშაობა, შეგვიძლია ეწვიო Rabilabs-ის კარიერის გვერდს აღწერაში მოცემული ლინკის მეშვეობით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის თაკო აბრამაშვილი. თაკო არის Quality Engineering Manager-ი EPAM-ში და თაკო როგორ ახლა? კარგად ავთო შენ? მეც კარგად, მადლობა. როგორ მოგწონს საქაურობა? ძალიან კარგი. მინდა რომ აი თავიდან დავიწყოთ ზოგადად საიდან მოდიხარ, როგორ მოაღწიე აქამდე და შენი გამვლილი გზა ზოგადად როგორია ამაზე რომ ვისაუბროთ. დავიწყებ თავიდან, იმიტომ რომ ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის შეიძლება რომ ინსპირაციული იყოს, რადგან საერთოდ არც ჩემი გეგმები, არც ჩემი არ ვიცი მომავლის ხედვა არ იყო დაკავშირებული ტექნოლოგიებთან. ბავშვობიდან მჯეროდა რომ ჩემი პროფესია იქნებოდა აუცილებლად ხელოვნებასთან დაკავშირებული და მე ნუ აბიტურიენტობის პერიოდში გადავწყვიტეთ რომ მოკლედ 3 პერსპექტიული პროფესია არსებობდა. ეს იყო იურიდიული, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია არა, სამედიცინო სფერო და ნუ რა თქმა უნდა ბიზნეს ადმინისტრება და მენეჯმენტი და მოკლედ ჩემთვის ყველაზე ესეთი ინსპირაციული ეს მენეჯმენტის ნაწილი იყო და შესაბამისად აქეთ გადავწყვიტე რომ განვითარებული ვიყავი. თუმცა უნივერსიტეტი ჯერ კიდევ დამთავრებული არ მქონდა, როცა ჩემი პირველი სტაჟირება დავიწყე, პირველად გადავიკვეთე ტექნიკურ გუნდთან და მაშინ მივხვდი რომ ძალიან მაინტერესებდა რა. აი ერთი ხო არის ეს რაზაკეთებდი პირველი სტაჟი? TBC ბანკში მუშაობდი, ვიყავი მითერი და მაშინ ჩემი ერთ-ერთი გადაკვეთა შეიძლება ყოფილიყო ის რომ პირობითად მომხმარებელს ჰქონდა რაიმე პრობლემა, მოვიდო და მე უნდა დამიფიქსირებინა სადღაც და მე IT გუნდი პასუხს დაგვიბრუნებდა და ჩვენს კლიენტს აუცილებლად ამას მოვუგვარებდით. მაგრამ აი ყოველთვის მაინტერესებდა რომ ვინ იყო ეს ხალხი რა, ანუ ვინ იყო ის ხალხი, ვინც აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად უკნიდან მართავდა და მოკლედ მაგედარ რამდენიმე თვეში და უკვე გადავიწყე IT-ში სტაჟირება რა, მაშინაც QA-ის მიმართულებით იყო და შესაბამისად მე უკვე ამ ნაწილში გამვითარდი. ხო, და ჩემი კარიერა ესე QA-ის მიმართულებით დაიწყო უკვე Space-ში. და ვფიქრობ, რომ სხვათა შორის ეს იყო ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება რა, იმიტომ რომ იმის გარდა რომ პროექტი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად მიწევდა მუშაობა და მაშინ რადგან ეს QA არ იყო ესეთი პოპულარული, შესაბამისად არ მყავდა სფეროდან ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცა რჩევებს მომცემდა და რაღაცაში განმოვითარებდა. მაგრამ მყავდა თანამშრომლები, ეს დეველოპერები, ბიზნეს ანალიტიკოსები, რომლებმაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი როლი ითამაშეს ჩემს კარიერულ გზაზე. მე რა უკვე რა თქმა უნდა კომპანიებით შევიცვალე, მე მქონდა სხვადასხვა ჰიბრიდული როლები, ვიყავი Scrum Master-იც, ბიზნეს ანალიტიკოსიც, ერთ პროექტში Product Owner-იც და მოკლედ მე უკვე
ფრიანად გადავწყვიტე რომ მენეჯმენტში გადავსულიყავი რა. დასაწყისიდან QA დაიწყე ხო როგორც მახსოვს. არ ვიცი ამ ინტერესებს აი კონკრეტულად მაგალითად QA რატო იყო შენი მიზანი და რა თქვა თუნდაც დეველოპერობა ანუ შენ თავს უფრო მენეჯმენტისკენ ხედავდი და QA-ის ნაწილში თუ რა იყო მიზანი ამის. თავიდან ამდენი ინფორმაცია არ მქონდა. მაშინ უბრალოდ ვაკანსია იყო და იმდენად დამაინტერესა ამ ტექნოლოგიებში განვითარების პერსპექტივამ, რომ გადავწყვიტე, რომ ეს გზა ამერჩია. შენც იცნობ ჩვენ საერთო მეგობარ სოლოს, მასთან ერთად ვსვავდი ყავას და მახსოვს მისი რჩევა იყო რა, რომ მოდი აი სანამ ჩამოყალიბდები ზუსტად რა გინდა, ხო? ეს როლი და პოზიცია მოგცემს იმის საშუალებას, რომ ყველასთან გადაიკვეთო, ყველა სფეროში ასე თუ ისე გაერკვე და მე უფრო მიხვდები სად გინდა რომ განვითარდე. და სხვადასხვა ის რამდენიმე წლის წინ ვახსენებდი ამ ისტორიას და ვერ გაიხსენა რომ ამ ხელა როლი ქონდა რეალურად ჩემს გადაწყვეტილებებში და ნუ კარიერულ ეს ხარი მერე? კი. გაუხარდებოდა და არც ვერ. ოკეი, ძალიან. შენიერი. ზოგადად ყოველდღიურობაში დეველოპერებთან ურთიერთობა არ გაგიჭირდა თავიდან, ანუ იმიტომ რომ მსმენია რომ QA-ის ხალხისგან რაღაცა პრობლემები აქვს ხოლმე დეველოპერებთან ზოგადად. ნუ ეგ ხა რა თქმა უნდა რომ სულ ყოველთვის მოხდება, ხო, რაღაცა კონფლიქტი აუცილებლად გარდაუვალია დეველოპერსა და QA-ის შორის. კომუნიკაციის ნაწილი არ გამირჭირდა, რა თქმა უნდა, რომ ხა გქონდა ისეთი დაძაბული მომენტებიც, როცა განსაკუთრებით რაც დედლაინებს უახლოვდებოდით ხოლმე, მაგრამ ხო, ვისთანაც არ მომწყდა იდეაში ავთო არ მუშაობდი. მაგაში ძალიან ისე ვიყავი რა. მიმართლებდა რომ მოკლედ ჩვენს რაღაც მენეჯმენტს ვთხოვდი. და მანუალი იყავი თავიდან თუ? კი, მანუალი ვიყავი. კი. რა ეტაპზე გადახვედი automation-ზე? და ბარი მაგას რომ მოვაყოლოთ, რა სხვაობა manual და automation შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მაყურებელს დარწმუნებული ვარ და აინტერესებს რა. ხო, მენუალის მიმართულებით ნუ Space-ში რამ 3 წელი მუშაობდი და მე უკვე ნანელა როცა უკვე მომინდა რომ საერთაშორისო კომპანიებში გადავსულიყავი, რა თქმა უნდა მომიწია რომ ტექნიკური უნარებით შემეძინა, ხო და ის ალბათ 3 წლის მერე რა, ჩემი კარიერის დაწყებიდან და რაც შეეხება ამ სხვაობას რეალურად მენუალი არის უფრო რაღაც უნარები, რომელიც ძირითადად ანალიტიკურ აზროვნებაზე დგას, რა თქმა უნდა არის რაღაც თეორიები და best practice-ები, რომელსაც მიუყვებით, მაგრამ ძირითადად სკრიპტინგი არ გიწევს. მეორე მხრივ ავტომატიზაციაზე, რა თქმა უნდა, შენი მთავარი მიზანი არის ის, რომ რაც მენუალის ნაწილში გიწევდა, რომ რაღაცა ხელით გეკეთებინა, ასე რომ ვთქვათ, მაქსიმალურად დააოპტიმიზირო და შესაბამისად თავისი ბენეფიტებით ძალიან ბევრი გააჩნია. თუმცა მაშინაც და ეხლაც რა ძალიან ისე ვაკვირდები ხოლმე სტერეოტიპს ამ თემასთან მიმართებაში რომ აი ჯერ მენუალი აუცილებლად უნდა ამოწურო და მე რა უნდა გადახვიდე ავტომატიზაციაზე რისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ იმიტომ რომ არ არის ეს ყველაფერი ესე ერთმანეთთან ჯაჭვურად გადაბმული რა შენ თუ ინტერესი გაქვს და გინდა რომ მენუალი უფრო აქტიური ტიპაჟი ხარ გინდა რომ რაღაცა მენეჯმენტში იყო უფრო აქტიურად გიწევდეს პროდუქტის განვითარებაზე თულობა შეგიძლია რომ მენუალის ნაწილში დაიმატო კი ეს ტექნიკური უნარები და განვითარდე, მაგრამ მეორეს მხრივ ავტომატიზაცია ესეთი სპეციფიურია, რომ საერთოდ არ მოითხოვს იმას, რომ მენუალი იყო და აი იქით ამოწურო და მერე გადახვიდე. ანუ ამაზე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, როცა აი ამ სტერეოტიპებს ვაწყდებოდი ხოლმე ქართულ რეალობაში რა, რომ არა. და ნუ დღეს ძალიან მიხარია, რომ ეგ ყველაფერი შეიცვალა, შეგიძლია ორივე სცადო და თუ პირობდეთ 3 თვეში მენუალიდან გადაწყვეტ, რომ იცი რა, ეს არ მომწონს, გადახვალ ავტომატიზაციაზე. დასაწყისში შენახსენე, რომ მენუალი სამწურვაო რა. აი ეგ შეგიძლია ამიხსნო მე. ხო, მეც ვერ გავიგე ზუსტად მენუალი სამწურვაო. მე მოკლედ როცა ქართულ კომუნიტისთან აქტიურად ვქონდა ეს ჯგუფებში რა შეხება ხშირად ვისმენდი ხოლმე ამ ამოწურვას რომ ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანია რომ წარმოუდგენელი ამოწურვა და მოკლედ მეც ძალიან მაინტერესებდა რა იყო ის წერტილი როცა უნდა ამოწურო ხო იმიტომ რომ რეალურად ტექნოლოგიებს ეკუთვნის და შესაბამისად ძალიან ძნელია რომ მიხვიდე იმ წერტილში რომ აი აქ ვსომოვრჩი და აი საკმაოდ თვითკმარი იყო რა მაგრამ მაინც ფიქრობ რომ ხო, მენუალის ამოწურვა არ ვერც, იმიტომ რომ ყოველთვის ახალი რაღაც გემატება რა, ეხლა მენუალ ტესტერებს პირობითად იმის შემდეგ რაც ეს კრიზისი დაიწყო ევროპაში, ახალი გამოწვევა დაუდგათ, რომ ეს ტექნიკური უნარები ბევრად უფრო უნდა გაერღმავებინათ თუ რაღაც ეს ყველიდან ეს მარტივი სელექტის დაწერა მანამდე საკმარისი იყო, ეხლა უკვე უწევთ რომ ძალიან კარგად მუშაობდნენ ბაზებთან რა და ბევრი გამოწვევა დაუყენა რეალურად ამ იმებმა რა, კრიზისებმა ევროპაში. ანუ
manual tester-ის ძირითადი იდეა რაც არის, მაყურებელთვის რა თქმა უნდა ამ ყველაფერს, არის ის, რომ არსებობს რაღაცა პლატფორმა, პორტალი, აპლიკაცია, რაღაც ეს მეშობა იქნება web აპლიკაცია, იქნება თუ mobile აპლიკაცია, manually ხსნის ამის სატესტო development-ის ვერსიას და ხელით კლიკავს რაღაც კონკრეტულ ბატონებს. თეორიულად ეგ არის, ხო? როგორ აუხსნიდი ამას, რა არის manual QA ზოგადად რა ისეთ ადამიანებს რომელსაც საერთოდ არის ეს და არ უმუშავია თქვა. ხო, ეგეც ერთ-ერთი მითია, რაც ჩვენ თქვი, რომ თითებით რაღაცებს აკლიკავს და ტესტავს. მაშინ მითხარე? მითია. მითხარე. ხო, იდეაში manual tester-ის STLC პროცესს თუ შევხედავთ, ანუ თვითონ ციკლი ტესტირების როგორ მიმდინარეობს, ძალიან ბევრ ნაწილს მოიცავს დაწყებული მოთხოვნების ანალიზით და ჩვენ ყოველთვის როგორც manual tester-ები არ ვართ ორიენტირებულები, რომ ხარვეზები ვიპოვნოთ. ჩვენ ასევე ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ პრევენცია მოვახდინოთ და პროცესებზე ვიყოთ პასუხისმგებლები, ხო? შესაბამისად, manual tester-ი გარდა იმისა, რომ თითებით რაღაცებს აკლიკებს, ხო, ამის გარდა შესაძლებელია, რომ ლოგებს ამოწმებდეს, ბექს ძალიან აქტიურად ტესტავდეს, ასევე შესაძლებელია, რომ მაგალითად პერფორმანსის ნაწილში, რომ ტესტირება განახორციელოს, აქტიურად იყენებდეს სხვადასხვა ხელსაწყოებს, თუნდაც შეუძლია, რომ AI იმპლემენტაცია გააკეთოს და შესაბამისად ამ STLC პროცესში, რაც სხვადასხვა ნაბიჯები და ციკლები გვაქვს, უფრო მეტად დაოპტიმიზიროს და თავის ჭრილში, ხო, თავის საქმე დაავტომატიზიროს სკრიპტინგის გარეშე. შესაბამისად, თითების დაკლიკება მენუალის ჭრილში ძალიან გთხოვრო. ის გავიწოლისინებ აუცილებლად. აი და ავტომატიზაციის ნაწილში რამე ოქროს წესი არსებობს, რამე ხელსაწყოსი, რომელია ყველაზე ისეთი თული ფრეიმვორკი, აი რაზე არის მაგის ის. თავიდან მაგალითად იცით ეკითხები ხა ავტომატიზაციის ტიპი მაგალითად რომელიც ძირითადი თული თუ რაც გინდა და პროგრამირების ენა არის Python-ი პირობითად და პროექტში იყენებენ არ ვიცი JavaScript-ს მაგალითად. ის ადამიანი ადგება და JavaScript-ს გარჩევას დაიწყებს მაგის გამო თუ სპეციალიზებული ისეთი სამსახურები, სადაც თქვათ Python-ზე აკეთებენ ავტომატიზაციის ტესტებს. აი ეგ ნაწილი რო ამეხსნა. არ ვიცი ეს X ადამიანი რამდენად კარგად ითვისებს სხვადასხვა ენებს, ხო, აქედან დავიწყოთ. მაგრამ რეალურად ნებისმიერი ხელსაწყო და ნებისმიერი პროგრამული ენა ავტომატიზაციისთვის შესაძლებელია, რომ ოპტიმალური აღმოჩნდეს იმის მიხედვით, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტად რა არის ჩვენი სტეკი და რა გვინდა, ანუ რა არის ჩვენი მიზანი ავტომატიზაციის ნაწილში, ხო? ეხლა ყოველთვის როცა ავტომატიზაციას ვამბობთ, აქ პირდაპირ დაკავშირებული არის ეს ჩვენს დროსთან და რესურსებთან და ეს რა თქმა უნდა ფინანსებთან. შესაბამისად, ანუ ყველაფერი ფინანსებიდან მომდინარეობს, რომ აი რა დრო გვაქვს, რა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ავტომატიზაცია დავიწყოთ. ამიტომაც თუ პირობითად ხდება ისე, რომ პროექტს აქვს, არ ვიცი, ვებ საიტი ან მობილური აპლიკაცია, შესაბამისად fast range-ით, თვითონ ტექნიკური გადაწყვეტილებებით უკვე გუნდი იმსჯელებს, რომელი უფრო ოპტიმალური იქნება. გააჩნია პროდუქტიც რა არის, ხო? ანუ თუ მაგალითად პროდუქტი დაწერილია არსებული პირობითად, არ ვიცი, JavaScript-ზე, შესაბამისად ისეთ ხელსაწყოებს აირჩევენ, რა თქმა უნდა, რომელიც ამ ნაწილში უფრო ოპტიმალური იქნება. შენი პრაქტიკული გამოცდილებიდან მაინტერესებს ტესტური პირამიდის testing pyramid რასაც ნიშნავს კლასიკური გაგება, აი რამდენად ხშირად ხდება, რომ დაცულია, ასე რომ ვთქვა. არც თუ ისე ხშირად. ტესტების integration, G2 ტესტები პროექტებში ყოველდღიურად არის? არა, ჩემს პრაქტიკაში ახლა მაქვს ერთადერთი პროექტი, სადაც ეს ყველა დონე, რა თქმა უნდა, რაოდენობრივად ტესტების ამ პირამიდას ვთვლად, ესე იდეალურ ფორმებში ვერ შევინარჩუნებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეხლანდელ ჩემ პროექტში გვაქვს ამის ამბიცია. ძირითადად შემთხვევაში რაღაცა ერთი მაინც გვაკლია ხოლმე რა. ტესტების წერა. ვის პასუხისმგებლობაში? დეველოპერის. Integration ტესტები. რა თქმა უნდა. ეს მაინტერესებდა შენგან. იმიტომ რომ მე მაგალითად მინახავს მაგაზე ვიღაცები, ვის ჩემ კამათებია რა, რომ unit tests უნდა წერდეს ისეთი ტიპი, რომელმაც იცის პროგრამირება და თან პარალელურად ავტომატიზაციის ტესტერიაო რა, ესე ვთქვი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ კი unit test-ი ალბათ დეველოპერის საწერია. მეტრიკების ჭრილში რას იყენებთ ძირითადად, აი რა არის, ვთქვათ, ის მეტრიკები, რომელიც ვთქვათ, ტიპი, რომელიც რაღაცა კონკრეტულ პროდუქტს ტესტავს, უნდა მივიდეს ვიღაცა უფროსთან, მის იერარქიულ ზედამდგომთან, ხო? აი როგორ აჩვენებს, რომ მან ეს სწორად გატესტა, არის რაღაცა, არ ვიცი,
რამე რისაც ხდება ამის აღმოფხვრა? იცი რა, ეგ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს პროცესი ყოველთვის აწყობილია პროექტში შეთანხმების მიხედვით, მაგრამ ეგ არ ხდება იმ წერტილში, სადაც შენ ამბობ, რა იქ ყველაფერი მორჩა და აქ ვანახებ ჩემ მენეჯმენტს. დავიწყოთ ცოტა გავწდეთ რა რამდენიმე საფეხურს, როდესაც პროექტი იწყება, ან რამე კონკრეტული ციკლი იწყება და ჩვენ პირობითად ვთავაზობთ ჩვენს დამკვეთებს კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ მოხდება ტესტირება, ხო? შენ თუ პირობითად ეხლა ხარ ჩემი დამკვეთი, მე შენი soft-ისთვის განახებ დაწერილ სტრატეგიას, რომელსაც ვფიქრობ, რომ ოპტიმალური იქნება და იმის დამიხედვით შენ დამიდასტურებ თუ არა, ანუ ამ ბიუჯეტს ყველაფერსაც მჭირდება დროის ჭრილში, მე უკვე შემიძლია ამ სტრატეგიის მორგება, ხო? პირობითად შენ თუ ბიუჯეტში შემზღუდავ, მომიწევს რომ რაღაც ნაწილები ამოვაკლო, ან შენ თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნები გექნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებ. ანუ პირველი ჩვენი შეთანხმება არის პროექტის დაწყებისას, რომ აი ეს არის სტრატეგია და ესე გაიტესტება. და შენ უკვე წარმოდგენა გაქვს რა პროცესებს გავივლით. ბოლოს უკვე აი როცა მეტრიკებამდე მივდივართ, აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ შეთანხმებული იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში აი ხარ რა ვიცი დავგუგლოთ ან AI-ს ვკითხოთ. ინიციატორი ვინ არის ამ შეთანხმების? ზედა მხრიდან თუ ქვედა მხრიდან ამ ტესტერი ამ შემთხვევაში? მე პირადად ხო ზედა მხრიდან მენეჯმენტის მხრიდან რომც არ იყოს ამაზე მოთხოვნა, მე ყოველთვის ჩემ სტუდენტებს უმეორებ, რომ კარგი იქნება ეს ყველაფერი თუ შენ ასე რომ ვთქვათ გექნება მომზადებული, იმიტომ რომ შენ თვითონაც ძალიან გეხმარება და ცოტა ხანში აგიხსნი მიზეს. როცა მეტრიკებამდე მივდივართ ხო, როგორც აღარ ვამბობდი, უამრავი მეტრიკა და თუ ჩვენ ახლა მე და შენ დავუჯდებით და ამოთ უსასრულოდ გამოვიყენებთ, შესაძლებელია რომ ღირებულება საერთოდ არ მოგვიტანოს და თავარი ყოველთვის არის რისი გაზომვა გვინდა. შენ თუ ზუსტად იცი რომ აი ამ მეტრიკის გამოყენებით, რასაც გაზომავ, მე პროცესში ამას აუცილებლად გაითვალისწინებ და რაღაცას გაუმჯობესებ, ოკეი, აუცილებლად უნდა გააკეთო, მაგრამ შენ თუ იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა კოეფიციენტი დათვალო და გქონდეს და ოკეი, კარგია რომ ესე მაქვს, ნუ რა თქმა უნდა ეს ახლა შენთვის მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ამიტომაც ესეც მეორე ნაწილია, როგორი იქნება სტრუქტურა ამ რეპორტინგის, რომელსაც მე მენეჯმენტს მიაწვდი. და რასაც აღარ გეუბნებოდი, რომ დავუბრუნდეთ, მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია რომ მენეჯმენტს ტექნიკური ნაწილი არ ესმოდეს და ალბათ შენს გექნება მსგავსი გამოცდილება, ხო, როცა პირობითად ბიზნესის ნაწილს, ბიზნესის მხარეს არ ესმის ზუსტად ტექნიკური გუნდის. მაგაზე ბოდი შეგეწყვეტინებ, მაგაზე მე თორნიკოს ქონდა ერთ-ერთ ეპიზოდში რაღაცა კამათი თუ ვცდილობდით, ის იყო კითხვა-პასუხის ის ქონდა რა, სერიას community Discord channel და იქ ვიღაცები რასაც დაწერდნენ, იმას ვაჟღერებდით და ამაზე ვდავობდით მე და თორნიკე რა და ესეთი კითხვა ეგეთი იყო ზუსტად, რომ უნდა იყოს შესაძლებელია თუ არა რომ მენეჯმენტში იყოს ადამიანი არა ტექნიკური გამოცდილებით და ნუ რა იყო ამაზე ვდავობდით რა ესე რა ვთქვა რა და აი მაგაზე რას ვფიქრობ ზოგადად რომ ანუ მენეჯმენტში არა ტექნიკური ადამიანი ამდენად მომგებიანია, წამგებიანი, ამდენად კარგია, შესაძლებელია რომ იყოს თუ აი რას ვფიქრობ მაგაზე? ვფიქრობ რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რა დონეზე არის decision maker-ი. ანუ ტექ გუნდს აუცილებლად შესაძლებელია რომ პირობითად არ იყოს, რა ვიცი, არქიტექტურაში ესეთი skilled, როგორ ვთქვა, უნარიანია. რა ანუ არქიტექტურის ანუ და სხვა ტექნიკური უნარები არ გქონდეს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია რომ რაღაც ეტაპზე კონცეფციაში ჯდებოდეს, ხო? სხვათა შორის ჩემი მეგობარი, რომელიც ქართულ კომპანიაში მუშაობს, იქ არის ერთ-ერთი ეგეთი მაგალითი, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, როდესაც მიწევდა რა ამ საუბრის მოსმენა და მოკლედ ერთ-ერთი ჰედი, რომელსაც აბსოლუტურად არ ჰქონდა ტექნიკური ბექგრაუნდი, ესაუბრებოდა დეველოპერებს და ნუ დეველოპერები უხსნიან, რომ იცი რა, ამ დედლაინში ეს ფიზიკურად, ტექნიკურად ვერ გამოვა და ამ დროს უსმენ ამ გოგოს სრულიად ამოვარდნილ პასუხს რა, ანუ რაც რა იყო? პასუხი იყო, მეცადე გეტყვი ახლა გავიხსენო. ხო, ანუ მოკლედ ესენი უხსნია რა, რომ ტექნიკურად ეს ყველაფერი არ გამოვა და ეს გოგო პასუხობს, რომ თუ კონკრეტულ სკრინებზე ვიზუალს არ დავააპდეითებთო, მაინც არ გამოვაო და ამ დროს მთლიანად ეს ტიპები უხსნიან, რომ ტექნიკურად არ გამოდის, ხვდები და არა UI, რომ აიკონი აქ დაჯდება თუ არ დაჯდება. და აი უცებ იმდენად ისეთი იყო რა, ჩემთვის ემოციური ამის მოსმენა, რომ ძალიან
რთულია წარმეგინა რომ ვიღაცა გეუბნება რომ ერთ თვეში რაც დაასრულა და უხსნი რომ აი ეს მინიმუმ 1 წელი უნდა გაგრძელდეს ანუ ერთ თვეში ფიზიკურად ვერ მოხდება და ნუ ხო მე გამოსწონს რომ ეუბნები და თან მანდ ის არის კიდე რა რომ რაღაცნაირად მე მანდ უფრო მგონია ვინც უშუალოდ ეგეთი მსგავსი ადამიანი დაიქირავა გუნდში იმის ბრალია ხოლმე და ეხლა საქართველოს ახსენ საქართველოში როგორც წესი ნეპოტიზმიდან გამომდინარე ხო იცი ვიღაცა ბიძაშვილია რაღაცა და ასე შემდეგ რა ეგ არის ხოლმე და აი მე მაგალითად მასეთ შემთხვევებში მგონია ხოლმე რომ ის იმ ტიპის თავზე ვინც არის იმას უნდა მიადგე პირდაპირ და აუხსნა რომ ესე just არის მის ვეცადით და ასე შემდეგ. მე შენ ხო ხვდები რომ ეგრე არ მუშაობს. ეგ ეგრე არ მუშაობს რა თქმა უნდა, რომ ის იმის მოყვანილი კაცია და ის იმას დაიცავს, ძალიან რიჯით რაღაცაა ეგ რა, ხო. ზუსტად. და ნუ სტანდარტ და მეორე პრობლემა რა მათ. აი ეპამში რომ გადავედი და უფრო მეტად რომ გავეცანი რა ამ საერთაშორისო სტანდარტ ჩემთვის უფრო თვალსაჩინო გახდა ერთი ძალიან დიდი პრობლემა რაც არის ქართულ რეალობაში და სხვათა შორის ამაზე ვესაუბრებოდი ჩემს ყოფილ თანამშრომელს ერთი კვირის წინ. მოკლედ, პრობლემა რა არის? ნახე, საქართველოში ეს პოზიციები რა, ეს პროდუქტ ონერი, არ ვიცი, QA, ლიდი მენეჯერი, ანუ ეს არის დალაგებული. ხდები, ანუ დალაგებული და აი მაგალითად შესაძლებელია რომ მე ესე ამიღო და ამ პოზიციაზე დამსვა. მე უკვე, ანუ მაქვს განცდა იმის რომ მე, ანუ არ ვიცი, ეს X პოზიციას ვიკავებ და მაგარი ტიპი ვარ. მაგრამ რეალურად ახლა ამბიციები ხომ მეზრდება რა და მინდა რომ აი წავიდე და აი სხვადასხვა კომპანიებში გავიარო რა ინტერვიუ და ნუ რეალობა რა არის რომ არა ანუ შეიძლება რომ დაჟე ტექნიკურ ინტერვიუებზეც კი არ მიეშვათ რა მე მაქვს ეგეთი რეალური რამდენიმე მაგალითი და აი ეგ არის კიდევ ძალიან დიდი პრობლემა რომ ერთია კი რომ შენ ბედნიერი ხარ იმით რომ ამ პოზიციაზე დაგსვეს მაგრამ მეორეა რომ შენ საქმე ფუჭდება საქმე ფუჭდება და პლუს შენ თვითონ მარტო ამ კომპანიაში იკავებ ამ პოზიციას რეალურად არ ნიშნავს რომ შენ ამ პოზიციის წარმომადგენელი ანუ ამ სფეროს წარმომადგენელი ხარ რა და ძალიან ბევრი მსგავსი кейსი ვიცი ქართულ რეალობაში დღეს არ ვიცი რა ხდება ამ ადამიანებთან მაგრამ იმედი მაქვს რომ დაფიქრდნენ რომ კონკრეტულ კომპანიაში X პოზიცია არ ნიშნავს რომ საკმარისია ეს ცოდნა რაც გაქვს ხო არა ეპამი შეიძლება ახსენე მაგაზე რაც შემიძლია თქვა არის ის რომ ეპამის ძალიან დიდი დამსახურება ეს რომ ქართველი ბევრი ადამიანი ვისაც საერთოდ წარმოგენა არ ქონდა ზოგადად როგორი იყო ეს საერთაშორისო სტანდარტები ასე ვთქვათ ერთ-ერთი ინიციატორია ამ რაღაცების დამკვიდრების და იმ ადამიანების ზრდის რა იმიტომ რომ მე ეს მაგარო მიდიან იქ რაღაცები რაც აქვთ ნასწავლი ისინი იმას ცდილობენ და დანერგონ ხოლმე რა ძალიან დიდი პლუსია და მეც ხო ეპამში ვიყავი რა გამომიცდია ძალიან ჩვეულებრივ ეგეთი რაღაცა რა და სხვათა შორის თუ აკვირდები IT სფეროს წარმომადგენლების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა დაფასება, რაც ეს საერთაშორისო კომპანიები შემოვიდნენ ფინანსურ ნაწილსაც გულისხმობს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ადრე რაღაცა ითვლებოდა IT სფეროს წარმომადგენლობა ნელ კუთხეში იჯდა და თავისთვის ხო რაღაცა. ეხლა ცოტა უფრო სხვანაირი მიდგომა არის და შეიცვალა რა, იმიტომ რომ ბევრმა დაიწყო, ბევრი დეველოპერი გაჩნდა, ბევრი ადგილი და ასე შემდეგ რა. ზოგადად იცი რა მინდა გკითხო, ანუ იმ ადამიანს რომელსაც უნდა რომ დაიწყოს ტესტერო, ვიცი რომ ლექტორი ხარ და მაგამდეც მივა, მაგრამ აი როგორ რამე ოქროს წესი ასრულებს, რომ საიდან უნდა დაიწყოს და რაღაც ეგეთი, ანუ დეველოპმენტში თუ არსებობს ეს რაღაც ფუნდამენტალები, QA-ში ეგ ნაწილი როგორ არის რა? ხო, ნუ პირველი იდეა რა, როცა ზოგადად სფეროს შესვლას ფიქრობ და გინდა რომ კონკრეტული პოზიცია მოსინჯო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველადი რესერჩი გაკეთებული გქონდეს. ანუ გესმოდეს ზუსტად ეს როლი რა. სამწუხაროდ ბევრჯერ მსმენია ჩემი სტუდენტებისგან, ან უბრალოდ ადამიანებისგან, რომელიც კურსით იყვნენ დაინტერესებულები, რომ იცი რა, ჩემმა ძმამ დეველოპერია მითხრა, რომ აი QA ყველაზე პრიმიტიული როლია და მარტივად ისწავლია. ხო, გავრცელებული მითია, ხარო ვისაც ვინც პროგრამისტი ვერ გამოდის და ტექსტი უნდა მისვლა QA-ია. კი, ზუსტად და მეორე мотиваცია კიდევ ყოველთვის QA-ისთვის აქვთ ხოლმე, რომ ანუ ეს ფინანსური ნაწილი რა, რომ აი არაფერს არ გააკეთებ და ნუ კარგი ხელფასი გექნება. აი ეს შენს ხო ხვდები რამხელა ტყუილია და როგორი განწირულია თავიდანვე ხო? ანუ ეს მაინდსეტი. და რა ანუ მარტივი მიზეზია, ბევრი მიზეზია უბრალოდ მან, მაგრამ მოგვიანებით ვისაუბროთ მაგაზე. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გააკეთო რესერჩი, მეორე უნდა დარწმუნდე, რომ ეს სფერო
ოდნავ მაინც ინტერესი იწვევს შენში, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა მოგიწევს რომ ჩადო და არც ისეთი მარტივი არ არის, როგორც არ ვიცი, რაღაცა დინოზავრების დროიდან მოყვება, ხო? და მესამე ასევე მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტყოდი, რა რესურსის ჩადება შეგიძლია შენ ამისთვის რა. ძირითად შემთხვევაში ელოდებიან ხოლმე, რომ აი აუხსნი ან წაიკითხავ და აი ვიცი და მე რო ინტერვიუზე, ტექნიკურ ინტერვიუზე შემოვა, ხო შეიძლება ხმა ვერ ამოიღოს, ხო ხდები, ანუ ვერბალურად ეს ყველაფერი ვერ გადმოსცეს, იმიტომ რომ არ იმეცადინა, დრო არ დაუწყო. ხო და აი რა უნდა იმეცადინოს იმ დამწყებმა აბსოლუტურმა ტიპმა, რომელიც აი გაუგია ტიპს ვიღაცას რომ QA მაგარია, ვიღაცა ძმა მურჩია პირობითად რადის სწავლას იწყებს ამე? ესე პირველ რიგში, როგორც ვთქვით, ანუ ჯერ ვთანხმდებით იმაზე, რომ research-ს აკეთებ, მე ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებლად გააზრებული გვაქვს რამხელა შრომის ჩადება მოგიწევს და მე უკვე ვიწყებთ ფუნდამენტებით. რა გზებით მიხვალ, ხო? ანუ სადაც ხელოვნური ინტელექტი გვაქვს, ძალიან ისეთი კითხვას მისვამ რა, ყოველთვის შეგიძლია რომ რაღაცა მონახაზი, ან შენთვის თუნდაც ლექტორის გარეშე სილაბუსი შეიქმნა, რომ აი ესენი რომ წარმოგენახოს white box testing-ი რა არის, black box testing-ი რა არის და ასე შემდეგ. კი. და შეგიძლია რომ ფუნდამენტებიდან ამოხვიდე, ხო? რომ აი მთავარი კონცეფცია რა არის, პირობითად მარტო ხარვეზების პოვნა არის თუ პრევენციაც ჩვენი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერი უკვე დაგეხმარება. თუმცა კიდევ სულ ვიმეორებ ხოლმე რა, ეხლა ღია ლექციებიც რომ აქვს ხოლმე აკადემიასთან ერთად, მგონია რომ ცოტა ისეთი ლექტორი ვჩავარ, მკაცრი, იმიტომ რომ ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ, რომ ძალიან დიდი შრომა მოგიწევთ რომ ჩადოთ რა. ეხლა 4 თვე რო კურსი მიდის ფიზიკურად შენ თუ პირველ თვეს არ იმეცადინე, მეოთხე თვეს პირველი თვის მასალა არ გემახსოვრება და შენ ინტერვიუზე გკითხავენ ყველაფერს. და მოკლედ აი აქ უკვე ჩანს ხოლმე რა, ვის როგორი მოტივები აქვს. და სწორედ ეგ არის ჩემი მიზანი, რომ თუ პირობითად ვიღაც ადამიანს აქვს იმის იმედი, რომ ეს იქნება მარტივი კურსი, ასაც რეალურად ვხვდებით ხოლმე ხა ნებისმიერი სოციალური ქსელი რო გახსნა, იცი რაც ხდება, ხო? ხო და აი მაგაზეც მინდოდა რა მეკითხა ეგეთი რამე რა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს QA-ს რა. არის სოფლიოში ეგრეა თუ საქართველოში მხოლოდ ეგრეა, რაღაც LinkedIn-ი რო გავხსნა, რაც შენ თქვი, ეგრევე ვიცი რომ ვიღაცა ახალმა რაღაცა QA სერტიფიკატი აიღო რა. ხო და ანუ ამდე ეს ადამიანები ყველა საქმდებიან, ანუ ამის reality check-ი რო ვუქნათ ადამიანებს, რომ არა ყველა არ საქმდება და კიდევ ერთხელ არც ყველა QA ტესტერი არ გამოდის. არა. ხო, მოკლედ დავიწყოთ ფუნდამენტური პრობლემიდან, ხო? ეს არის მთლიანად მარკეტინგულად შეფუთული იდეები, რომ აი პირობითად ერთ თვეში მე შენ მოგცემ იმ ცოდნას, რომელსაც სხვა ვერ მოგცემს, მაგრამ მე შემიძლია რომ მოგცე ზუსტად ვიცი რა უნდა გააკეთო, რომ ტექნიკური ინტერვიუ გაიარა. რა ვიცი, 4 კვირა ამაში გეყოფა, 2 კვირაში ინტერვიუსთვის მოგამზადებ, 1 კვირაში ინგლისურს გასწავლი და მოკლედ ანუ იდეალურად აწყობილი კომბინაციები გვაქვს და ადამიანებსაც მოტივაცია ეძლევათ, ხო? ეხლა თუ ნახავ ყველა სასწავლო, რა ვიცი, დაწესებულებას აქვს ესეთი კურსი, ან დამოუკიდებელ ლექტორებსაც, რომ აი რაღაცა მოკლედ დასაქმების ამხელა რეიტი მაქვს. და ეგ არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რა, რომ ადამიანებს აქვს წარმოდგენები, რომ ეს ყველაფერი მარტივია და მეორე კიდე ვიცი რა ქნის, წლების წინ თუ გახსოვს, თუმცა QA პოპულარული არ იყო, მაშინ მე მახსოვს ვაკანსიებს ჰქონდათ ესეთი მოთხოვნები რა, რომ აი კომპიუტერის ელემენტარულ დონეზე გამოყენების უნარი. აი ზუსტად ანუ კომპიუტერის ჩართვა რაღაც და აი ზუსტად ამ ვაკანსიების დროს, როცა რაღაც პირველი კურსები იქნებოდა და ხალხი მარტივად საქმდებოდა, ეს კარგად გაიყიდა ეს იდეა, ხვდები და მე რა უკვე ამ იდეით დღეს ამ რეალობაში, როცა ძირითადად ჰიბრიდული როლები წამოვიდა და ყველა functional testers ასევე სთხოვენ, რომ იცოდეს ტექნიკური ნაწილი, აქ უკვე ძალიან დაიბნენ რა, რომ აი რა ხდება და შესაბამისად აი იქიდან მოდის ეს ყველაფერი. მე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი უკმაყოფილო სტუდენტი არის ხოლმე, მე აკადემიას წერენ, ასევე ბოლო პერიოდში არ ვიცი ახალი ტენდენციაა, რომ ინდივიდუალურ მეცადინეობების მოთხოვნა, არ ვიცი, ბოლო 1 წელი ძალიან აქტუალური გახდა. როგორც მასთან რეპეტიტორს ზუსტად. ხო, მსგავსი შემოთავაზებებით წამოვიდა, რომ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ გაიზრდება შანსი თუ ერთ-ერთზე გემუშავები. მაგრამ თავიდან ბოლომდე აი ეგ არის რა, რომ
მარკეტინგი გვაქვს არასწორ ინფორმაციას ვაწვდით. სულ იმის გამო რომ კურსი გაიყიდოს არ შეიძლება მგონი რომ რაღაცა არასწორი მოლოდინი შევუქმნათ რომ იცი რა აი მარტივად ისწავლე არ ისწავლე მარტივად. და დიდას გეფიცები ამას პირდაპირ ანუ ის შენ სმარტში ასწავლე ვიცი და მე სმარტში რო ასწავლე ის იყო ხოლმე სანამ კურსი გაიხსნებოდა შეხვედრითი რომ ლექტორს შევხვდეთ და ვინ არის რა არის თუ იმას დააინტერესებდი რა და მახსოვს რომ მანდ მეკითხებოდნენ რა რომ ამას ნუ ვისწავლი დავსაქმდები ჩემი პასუხი რომ ყოველთვის არ დასაქმდები სამწუხაროდ იმიტომ რომ ის არ არის ისეთი რაღაცა რომ კურსი გავიარე და დამთავრდა ანუ სიმბოლოში მაშინი მაქსიმუმი რაც კურსმა შეიძლება მოგწეს არის მიმართულება რა რომ რაღაცა გზაზე დადგე და ის გზა შენ თუნდა გაიკაფო რა როგორც მინდორში რომ მიდიხარ და ცელს რომ ესე მასიზავ რა. სუსტად გეთანხმები. იგივეა ჩემს შემთხვევაშიც. ნუ პირველი რამე აკადემიასთან კოლაბორაცია რო დავიწყე, რაც ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის, იყო რომ პირველი ორი ჯგუფი მეჯდა კურსზე 65 ადამიანი, ან ცოტა მეტი. და შენ როგორ წარმოგიდგენია ერთ ჯგუფში. ერთი ჯგუფი იყო 60 კაცი. ხო რა? და შენ როგორ წარმოგიდგენია, რომ აი ამ პროცესში, ან მე ლექციას ვკითხულობ და ეს 65 ადამიანი კითხვას მისვამს. ცოცხალი პროცესი თავის მოყოლები იყო რა სამბობი. ხო, ანუ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო რა და მე ნუ აკადემიას ამთხოვე რომ შეგვემცირებინა, იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდოდა ცოცხალი პროცესი მქონოდა და ლექციაზე, როცა ყველას კამერა გვაქვს ჩართული, ყველა ერთად რაღაცას ვაკეთებთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. უკეთ მე დავწიეთ რა, რაღაცა თითო ჯგუფში 20 კაცზე მეტი არ დაიშვებოდა, მე კიდე დავწიეთ, იმიტომ რომ აი ეს აქტიური ნაწილი ხო, როცა სტუდენტებიც ერთვებიან, ვერბალურ ნაწილს ძალიან უმარტივებთ რა მომავალში ტექნიკურ გასაუბრებებზე. და მოკლედ ეგ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მე დასაქმების რეიტი გაგვეზარდა. ბუნებრივია. იმიტომ რომ შენ თუ მონოტორულ რეჟიმში ხარ მისმენ მე და ხო ხვდები აი მეც ანუ YouTube-ი ჩართე. ანუ არაფერი არ გჭირდება ნებისმიერი რა ვიცი მატერიალი გადმოწერე, წაიკითხე შენ თან იგივეს მოგცემს. ხო შენ თუ არ შეგიძლია რომ ლექტორთან ინტერაქციაში იყო. მანდაც ძალიან ბევრი ისეთი ასპექტია ხოლმე რა გასათვალისწინებელი და სხვა შორის მიხარია. ძალიან ბევრი საქმდება, ძალიან ბევრი ადამიანი. აი როგორი ტიპები იცი, უფრო self-studying-ი რო შეუძლიათ რა. წარმოგიდგენ სტუდენტები მყავს რომ ვერ გავაჩერე. ანუ მართლა გეუბნები რა, თუ არ გავარო, LinkedIn-ზე შევდივარ და ნუ ახალი სერტიფიკატი, ახალი რაღაც ხვდები, ანუ არ ჩერდებიან კურსის მერეც, აი მუდმივად განვითარებას დამოუკიდებლად აგრძელებენ. ზოგიერთი როგორ არის იცი რომ ფიქრობენ რომ აი ეს უნდა ისწავლონ როგორც სკოლაში, რაღაცა ჟურნალში ქულა შეივსებენ და მერე ინტერვიუზე გადავა და აი მაგას სულ უხსნი ხოლმე რომ არა. ხო, ეგეთები მე სხვა ისეთები სხვა და ფული რო გადაუხდიათ და ორჯეროდ შემოსულები, ანუ არ ვიცი. ხო. მე პროსტა ის ჩამჩაიხა თავში რომ მითხარ რომ 65 კაცია. სად არიანი ხალხი დღეს ძალიან მოინტერესებს. ჩვენ ხო ასე ხა ინდივიდუალურად არ ვიცი რა, მაგრამ ჩვენ რეალურად ნუ აკადემიასაც თავის ჩიდა პროექტები აქვს და ისინი ხო თავი თვითონ ატრეინინგებენ ასე რომ თქვა სტაჟირებას ატარებენ და მეორე ანუ დასაქმების რეიტი მაინც კარგი გვაქვს თან პლუს ეხლა ჩვენ თავარი მიზანი, ნუ ჩემი თავარი მიზანი იყო ის რომ EPAM-თან ეს კოლაბორაცია გქონოდა რა და მით უმეტეს რომ ეხლა ამ partnership-ის ჭრილში კიდევ უფრო ასე რომ ვთქვათ მეტი შესაძლებლობა აქვს ჩვენ სტუდენტებს ძალიან მიხარია რა ანუ ყველა ჩემს კურსდამთავრებულს რეალურად შეუძლია რომ რაღაცა სტაჟირება გაიაროს EPAM-ში და ბევრი ბენეფიტი ექნება. ფათაშორის დღეს დაგვიწერეს Discord channel-ი აქვს რაღაცას community member-ები არიან ხოლმე რა და დღეს დაგვიწერეს ეგეთი რაღაც რომ რამდენად შემიძლია ამით რამის ცოდნის მიღება EPAM-ის კურსზე იგულისხმება ამ შემთხვევაში QA-ის რა რაღაც კურსი დაიდო და აინტერესებთ ასე ვთქვათ და პასუხი რო გავუცეთ ამაზე რომ როგორ ამდენად მომგებიანია რას ისწავლიან რომ თუ ვინმეს დაეხმარება რამეში რა EPAM-ის ზოგადად ლაბი რა ეს ტრეინინგ ცენტრი ძალიან ძლიერია რა აი ვფიქრობ რომ დამწყებისთვის ნუ უნდა ისწავლო რა თქმა უნდა თუ გაყვები სილაბუსს და თუ მართლა იმეცადინებ ვფიქრობ რომ რა ვიცი ძალიან დიდი შანსები გაქვს მე რა უკვე დასაქმებისაც. ალბათ აქ ისე უნდა დავბრუნდეთ იმაზე, რომ ის არ არის. გარანტიას არ იძლევა და რაღაც იმას. გარანტიას ვერ მოგცემ, იმიტომ რომ პირობითად შენ ხარ პასუხისმგებელი ტექნიკური ინტერვიუზე თავს როგორ წარმოაჩენ. შენ ხარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ პირობითად ეს ინფორმაცია განა დაიზეპირო, არამედ ლოგიკური ჯაჭვი შეექმნა და მე მოკლედ მომაწოდო ეს ინფორმაცია. ხვდები, ან შენზე ბევრი რამეა. მაგიტომაც სულ ლექციებზე სულ ვავარჯიშებ ხოლმე რა ამ ტექნიკურ კითხვებზე, რომ აი მიეჩვიონ და
განა ეგრევე პასუხი უნდა მომცე. შეგიძლია რომ შენი აზრი დამიფიქსირო, გადახვიდე სხვა თემაზე, დამატებითი ინფორმაცია მომაწოდო, ხო ხდები, ანუ ტექნიკური პერსპექტივა, ცოტა უფრო მეტად დამანახო და წარმოაჩინო შენი თავი. რეალურად არის კი? არა. და ანუ ამით ტექნიკური ინტერვიუს ვერ გაივლი რა. ანუ მაგას ვიძახით, ცოდნას კურსი იდეალურს მოგცემს, მაგრამ ამას შენ როგორ აითვისებ და როგორ გადმოსცემ თავიდან მომდა შენი პასუხისგებლობა. კი ბატონო. შვენიერი. თვითონ ლექტორობის პროცესი, აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ხა აქ უკვე ჩვენ ვისაუბრეთ რომ რაღაც სტუდენტები როგორები არიან და რა მიზნები აქვს და ასე შემდეგ. შენ როგორც ლექტორს პროცესი მოგწონს არ ღლის პირობითად ამ რაღაც რაიმე მინუსებზე და პლუსებზე რომ ვისაუბროთ ამაზე და აი თან სტუდენტთან თვითონ ურთიერთობებზე რა. ხო, პროცესი სხვადასხვა ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ ჩემთვის თავარი იყო, როცა ლექტორობა დავიწყე, არ ყოფილიყო მონოტორული რა ეს ლექციები, იმიტომ რომ მე თვითონ ყოველთვის ძალიან მიჭირდა ესეთი ადამიანების მოსმენა. ყოველთვის არის ძალიან ჩართული და ძალიან მხიარული, ანუ ძალიან მხიარული რა, ნუ ისე ფიზიკურად ვიწყენ მე თვითონაც. ეს დადებითი ნაწილი გვაქვს, რომ მოკლედ არ გვიჭირს ერთმანეთთან კომუნიკაცია. თითქმის ანუ არც ერთ ჯგუფთან უბრალოდ არ მქონია პრობლემა, რომ რაღაცა ვერ შევეწყეთ. მეორე ნაწილი ასევე მნიშვნელოვანი რაც არის ის რომ შენ როცა ლექტორი ხარ არ ხარ მხოლოდ ის ადამიანი რომელიც რაღაც ლექციას კითხულობს შენი პასუხისგებლობა არის თითოეული ადამიანის ინდივიდუალური მენტორინგი мотиваცია რა ცალკე რო გწერდნენ მე და გისპამავენ იმას აი უკვე ნეგატიურ ნაწილში უნდა მეთქვა რომ აი ხანდახან არის ხომ დილის 6 საათზე რომ ვიღაცა წერს და რატო ან ვიღაცა ღამის 3 საათზე ბოდიშს გიხდით რომ გაწყვეტ არა ხო შეიძლება რომ დილის 10 საათზე მომწერო 9-ზე 8-ზე მაგრამ ღამის 3 საათზე რატომ წერ აი ეგ არის უფრო რთული ნაწილი რომ შენ იმდენად პასუხისმგებელი ხარ ამ ადამიანების мотиваციაზე რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო რომ შენმა რაღაცა მითითება მათში რაღაც ისეთი არ გამოიწვიოს რა და ეს მიჭირს ყველაზე მეტად დანარჩენი ფიქრობ რომ პროცესით ძალიან დიდი სიამოვნებას ვიღებ. აი მაგაზე ერთი რაც მახსენდება მეც ლექტორები ხარ მე 60-10 ნამდვილად არ მყოლია თითო კურსზე მაგრამ 10-11 მოსწავლე მყავდა რა და მახსოვს რომ რამოდენიმეს მაინც მქონდა ხოლმე ისეთი სიტუაციები რომ ცალკე ურეკავდი ხოლმე რა და უბრალოდ სპორტული ინტერესი მქონდა რომ ამ ადამიანისთვის რაღაცა მესწავლებინა რა და ვინც მაგას აკეთებდა და რამე 3-ზე მირეკავდა და მეც მეღვიძა რა თქმა უნდა და რაღაცა ყოველთვის შემეძლო ეგეთი რაღაცის აკეთება ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ხოლმე მაგისგან მე პირადად რა ხოლმე არა არა ხო პირველი 1-2 წელი ალბათ მე რო უკვე აღარ რა კი თან ძირითადად ის სხვა არის რომ ანუ არასაჭირო კითხვებია ხოლმე მაგ შუაღამეს და ეგ უფრო ისეთია რა კი ბატონო ჩვენ მთელი ამის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა ლექტორობაზე, QA-ზე. მეც ამ ინტერესებს შენი გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაც ეტაპზე lead software engineer-დან შენი პოზიცია LinkedIn-ს უყურებ ახლა გახდა quality engineering manager-ი. აი როგორ მოგიწია ეს transition-ი, იმიტომ რომ დასაწყისში შესაძლოა ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი, შენ თქვი რომ თავიდანვე მენეჯმენტისკენო ვიყავიო რა, ხო და აი ეგ რო ამიხსნა უბრალოდ ზოგადად როგორ მუშაობს ეს პოზიცია რა. ხო, რეალურად როგორც აღნიშნა, ყოველთვის მენეჯმენტისგან მინდოდა წასვლა, იმიტომ რომ ხასიათის ეგეთი მქონდა რა, უფრო აქტიური. და მე ნუ ძირითადად ვიყავი ხოლმე რაღაც მენეჯმენტის ნაწილში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გუნდებს მენეჯმენტს უკეთებდა QA-ის ჭრილში და მიზანი იყო, რომ უფრო გამეფართოვებინა ეს ჩემი არეალი და QA-ის ნაცვლად უკვე dev გუნდის წევრების მართვაც შემძლებოდა და ზუსტად ეს არის ჩემი ახლანდელი პოზიცია და რეალურად მაგიტომაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ბევრი QA-ისთვის ინსპირაციული იყოს, რომ იმდანად შეგიძლია, რომ კარგად განვითარდე ამ პროფესიაში, რომ ნებისმიერი მიმართულებით, არ ვიცი, მენეჯმენტის ნაწილში გადაგვიდე საკმაოდ მაღალ პოზიციებზე. რა თქმა უნდა, აღონდ მნიშვნელოვანი არის, რომ გვახსოვდეს შრომა რა, რომელსაც ვერ ავწდებით. ძალიან დიდი შრომა გვჭირდება მაგისთვის. დღეს ისევით, ნუ როგორც აღარ თქვი, ანუ გარდა QA გუნდის წევრებისა, მთლიანად delivery-ის ნაწილზეც შეიძლება რომ ვიყო პასუხისმგებელი და რომ ასევე dev გუნდის performance-ის რაღაცა რეპორტერიც მე ვიყო რა. აჰა. ჩვენი იცი რა მინდა გითხო, და თვითონ ვიცით ის რომ QA-ის და ზოგადად development-ი და ზოგადად tech-ი ძალიან ბევრი მიმართულებადი იყოფა და ყველას რაღაცა თავისი მიზანი აქვს, დანიშნულება აქვს და ასე შემდეგ რა. შეიძლება QA-ში ალბათ ყოველდღე და ხარისხში ზოგადადაც quality-ის და პროდუქტის ხარისხს ეხება, მაგით ხარ. მე მაინტერესებს თვითონ აი შენი გადმოსახედით, რა არის ამ სფეროს დიდი, ასე ვთქვათ, გამოწვევები, რომელიც თან
თქვათ აი ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა, იმიტომ რომ რაღაც დეველოპმენტში ის რაც პირობითად 10 წლის წინ იყო, ეს საერთოდ სხვა სურათია, დეველოპმენტიც შეიცვალა, დეველოპმენტის მიმართ მიდგომებიც შეიცვალა და ვცდილობ რომ რაღაცნაირად დავეციო, მაგრამ ამ ერაში ეგეც შეუძლებელია. აი მან რა არის აი ეგ რაღაც გამოწვევები, რაც თქვენ გაქვთ. ხო, წეგანაც ვახსენეთ მგონი, ხო, ეს რაღაცა კრიზისი რაც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, რეალურად, ტექნოლოგიურ პოზიციებსაც ძალიან შეეხო. და მათ შორის იყო ერთ-ერთი QA, დარწმუნებული ვარ თქვენ სფეროსაც აქვთ გამოწვევები, მაგრამ მე შემიძლია რომ QA-ზე ვისაუბრო. და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ აი წეგანაც ვამბობდი, ტექნიკური უნარების დამატება გახდა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალური გახდა ჰიბრიდული პოზიციები რა. ადრე თუ QA და მაგალითად ავტომატიზაცია ცალ-ცალკე იყო, დღეს შეიძლება პოზიციები ძალიან ბევრი შეგვხვდეს, რომელიც ორივე გამოცდილებას მოითხოვს. ან შეიძლება QA-მ შეითავსოს Scrum Master-ის პასუხისგებლობებიც. ეგ უკვე ცოტა ნამეტანია. კი, ანუ კი, გეთანხმები უბრალოდ, რადგანაც ახლა რეალურად IT-ში ყველა გუნდის წევრს ასე თუ ისე Agile-ის რაღაცა SDLC მოდელი გვესმის ფრეიმვორკები, ცდილობენ ხოლმე რომ რაფი გაუკეთონ რა ერთ პოზიციაში, რომ რაც შეიძლება მეტი ის დაზოგონ რა ბიუჯეტის ნაწილში. და QA-ს ხო გარდა აი ბევრ ნაწილს მოუწია რომ მოედოს. მათ შორის არის ის რომ ადრე თუ შენი პირდაპირ პასუხისგებლობა იყო პირობითად ან ტესტირება, მე ვამბობ წლების წინ, წელს და ამ პერიოდში უკვე პასუხისგებელი ხარ ასევე პროდუქტის განვითარებაზე, რჩევებზე, ასევე თუნდაც შეიძლება რომ user story-ების დაწერა შენ მოგიწიოს. ხვდები, ანუ ბევრად უფრო გაფართოვდა. და ადრეს ის სტერეოტიპი რომ რაღაც დეველოპერები ნერდები არიან, QA-საც თქოს დიდად ეს ყველაფერი არ ეხებოდა, თუმცა დღეს კიდევ უფრო მეტ აქტიურობას და soft skill-ების განვითარებას თხოვს, ვიდრე წლების წინ იყო. ბევრად უფრო მეტი ტექნიკური ნაწილი დაგვემატა soft skill-ების, მოკლედ soft skill-ების განვითარება და არის soft skill-ები, რომელიც ადამიანმა, კონკრეტულმა ადამიანმა შეიძლება ვერ აითვისოს. არის. ხო იცი რომ არის. აი მაგალითად აი ეს ენერგეტიკა, კომუნიკაცია, პირობითად სტრესი. აი ხო, აი ვერ გამოვაცოცხლო ასე ვთქვათ? ხო, აი ან ჩემთვის პირადად ხო ხა ინტროვერტების გამოცოცხლება რთული არ არის. ოღონდ მართლა, მაგრამ აი თვითონ როგორ დამოკიდებლად გამოცოცხლება. მაგაში ვახატა შევსერს უნდა ვთქვა, სადღაც ვიყავ აღარ მახსოვს რა და ქორწილიდან უნდა წამომიყვანა თბილისში ფოტოგრაფი რა. და ეს რა ქვია ქორწილი ვისიც იყო იმ მოგონ გამაფრთხილა რომ გოგო ძალიან ინტროვერტია და მაინც იქნება გამოაცოცხლო რა და 4 საათი ეს გოგო არ გავაჩერე იმდენი ლაპარაკს როსტა. და ეგ სკილი მეც მაგას მინდა რომ ჩავიტანა პროსტა მეთქვა შეცის. კი, გეტყობას ფოტოშოპის. და აი ეს ნაწილი მოკლედ soft skill-ები ხო, ნუ ბევრი ასპექტისგან შედგება, მაგრამ ძირითადად როდესაც ტექნიკურ გუნდს გვიწევს მაინც ბიზნესთან გადაკვეთა რაღაც ეტაპზე, ხო, ან შეიძლება მოგვიწიოს გააჩნია პოზიციას რა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ჩვენი რაღაც რეპრეზენტაბელურობა ხელს გვიწყობდეს, რომ რაღაცა ნეგატიური ინფორმაცია მივაწოდოთ ან დედლაინების დაგვიანებაზე ვამცნობთ. ანუ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია რა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდის წევრებში შენს ამბობდი, რომ დაძაბულობა ხდება ხოლმე და შენ თუ რაღაცა კიდევ უფრო ამძიმებ ამ გუნდის სიტუაციას, ნუ მგონია, რომ ძალიან ბექში უნდა იყო რა. ანუ საერთოდ არ მოგიწევდეს ეს კომუნიკაცია. ანუ შენი აზრით გუნდში ჩუმი, ასე ვთქვათ, ისეთი ტიპი, რომელიც აი კარგი მუშაო რო იტყვიან რა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ დიდად ხმას არ იღებს. ეგეთი ტიპი დან მინუსია თუ არა, ეხლა ძალიან ისე გამოგდის უსამართლოდ. არა, არც ერთს არ ვიტყოდი, გააჩნია. ანუ რეალურად გულწრფელად ვკითხა, გააჩნია პოზიციას. თუ პოზიცია მოკლედ მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას და stakeholder-ებთან. მე ყველა პოზიცია უნდა მოითხოვდეს კომუნიკაციას, არა? ხო, მაგრამ გვაქვს ხოლმე რა პოზიციები, სადაც მაგალითად უბრალოდ მართლა ეგეთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც თავისთვის რაღაცა უმეტესწილად თვითონ იმუშავებს, ხო და არ მოუწევს ისეთ მძიმე stakeholder-ებთან შეხება. ძალიან ოკეია. უბრალოდ სასურველია ჩემი სუბიექტური აზრით, რომ ყველა ადამიანს ეს soft skill-ების ნაწილი სათანადო დონეზე ქონდეს აწეული რა. ინტერვიუზეც კი. აი ყოველთვის ჩემს სტუდენტებს მაგას ვამბობ, რომ იმის
იმის გარდა რომ რაღაც წესი დაიზეპირი და უთხარი შენი ეს soft skill-ების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კომპანიებს ხო რა აქვთ cultural fit ანუ რამდენად ემთხვევი კულტურაში ხო და ეგ ინტერვიუზე რითი უნდა გამოავლინო გარდა შენი კომუნიკაციითა და განწყობით ალბათ ხო არა მე მსმენია ეგეთი რაღაცა რომ ერთი ინტერვიუზე დაიბარის ტიპი მაგალითად და ეს ტიპი ჩაერთო პუფზე წამოწოლილი ანუ რა და ესე მუხლებზე ეგ და ლეპტოპი რა და მე როგორც ინტერვიუერი ვინც ამას ინტერვიუ უნდა ჩავუტაო ჩემს ეგ red flag-ია რა ავტომატურად იმიტომ რომ რავი პატივი მეცი და ხუთი საპირისპირო თქონია გამოცდილება მე შევედი ინტერვიუზე სადაც მამაკაცი დამხვდა თან ზემოთ შიშველი და სვავდა 2 ლიტრიანი კოკა-კოლის ბოთლით პირდაპირ რასამ ასე რომ ეგეც საპირისპირო red flag-ები ხდება. ჩაუტარე საათ ნახევარ სიცილით მოვუყდებოდები. არა, 5 წუთში რა თქმა უნდა ერთმანეთს დავამშვიდობ. ხო, ნუ ბუნებრივია, მაგრამ ანუ ეხა ის ტიპი წავიდა და შენზე იტყოდა რომ არა ხარ სასიამოვნო ადამიანი და რაღაცა, მაგრამ თვითონ თავში ეგეც ეგა არა თვით სკილებიო რაც რო ვაპარაკეთ რა, რომ ეს ხო ელემენტარულია, რომ ანუ იმენა ესე იჯდა და სვავდა და ხო, ანუ ესე ჩანდა რა. სიგიჟე, აი აი ეგეთი რა ვიღა და მსვენია ანუ მე პუფი მე უნდა რაღაც ექსტრემალური სიტუაცია ხო მაგიტო აი ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რა ჩემ სტუდენტებსაც რომ სადმე თუ შედიხარ და არ მოგწონს ეს გარემო ხო ან არ თვლი რომ რაღაცა პატივისცემით გექცევიან ან ნუ სიტუაცია დამძაბულია მე აუცილებლად დაემშვიდობე რა ან ძალიან დიდი მადლობა თქვენს დროსაც ძალიან დიდი პატივისცემ ჩემსაც და ჯობს რომ დავემშვიდობოთ ერთმანეთს კი, ზოგადად აი ახლა ინტერვიუებიც რო ახსენე და რაღაცა რა. სტერეოტიპების ნაწილი არსებობს. ანუ იცი რატო გეკითხები ახლა მაგალითად გასაუბრებაზე აი ეგეთ ტიპს თუნდაც რომელიც ხალხელში რაღაცა ლუდი უჭირავს და აქ სიგარეტი აქვს გაყიდული ხო? სტუდენტიც ხარ. მე აქვს ნანახი ამ ადამიანს. ხო და ანუ აი ეგეთ ადამიანს ზოგადად რა ანუ რომელსაც არანაირი პატივისცემა არ აქვს, არანაირი soft skill-ები არ აქვს. სტერეოტიპები თუ არსებობს ეგეთი, რომ აი რო შემოდის გასაუბრებაზე და გამსაუბრებელი ხდება ქალი, თაკო ამ შემთხვევაში. თუნდაც ეგეთი სტერეოტიპი რა, რომ იმიტომ რომ ქალი და ტექი ცოტა ხო ხდები რაღაცა ეგეთი ისინი არსებობს რა რაღაცები. მაგაზე რა შეიძლება მითხრა ზოგადად სტერეოტიპების ნაწილში. ხო, ნუ პირველ რიგში მე ტექნიკურ ინტერვიუებს ძირითადად ეპამში ვატარებ და იქ უკვე ეს ხო ხდები სტერეოტიპები ამცდა, ანუ ისე არ მიწევს რომ გადავეკვეთოთ რა. ხო, რაც არის რა. ხო, ნუ მოკლედ ეპამში ნაკლებად არის ეს სტერეოტიპების პრობლემა და შესაბამისად ამ ნაწილში ძალიან გამიმართლა, მაგრამ სანამ ეს ქართულ კომუნიტისთან შეხება მქონდა სტერეოტიპები ძალიან ბევრი იყო რა. აი როგორი ამ უნდა ქნას ქალია თუ პირველი იყო Microsoft Space-ში ჩვენი Android დეველოპერი გოგო, რომელიც ნუ საკმაოდ კარგი პროფესიონალი იყო, შენი მეგობარია სხვათა შორის. ჩემი? კი. და Microsoft-ს რომ ყავდა უკრაინელი კოლეგა, რომელიც უბრალოდ აუთსორსზე მუშაობდა რაღაცა კონტრაქტორი იყო და ძალიან გაუკვირდა, ანუ შოკირებული იყო ქალი იმით, რომ ვაიმე, დეველოპერი როგორ შეიძლება რომ იყოს გოგო. ნუ მაშინ რაღაცნაირად გადავხარშეთ და მე უკვე როგორი სტერეოტიპები იყო, იცი? სიმართლე რომ ვთქვათ, ქართველებს, სანამ მე ყოველ შემთხვევაში ქართულ კომპანიებში მუშაობდი, ძალიან გვიყვარს ეს post-soviet habitusi რა. ანუ რაც უფრო ესეთი მძიმე და ჩაფიქრებული და ესეთი დადიხარ და ესეთი მძიმე აურით, უფრო კარგი პროფესიონალი ხარ რა. აი მე მაგალითად რაც პირიქით ახალბე როგორც წესი ხო? კი, რა თქმა უნდა. აი მე მაგალითად მისაუბრია ქართველ დეველოპერთან, რომელმაც იგივე აზრი დამიფიქსირა, რომ კი, ანუ გოგო თუ იღიმის და იცინის სამსახურში, ნუ ლოგიკურია, რომ ანუ იმ ხალხად ცოდნა არა, ანუ შოკირებული ვიყავი მართლა. სტერეოტიპები უფრო ისეთი იყო რა, ჩემს შემთხვევაში ხა მე დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ აი როგორ უნდა გამოიყურებოდე. ცოტა ხო ხდები, აი ცოტა ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს თავის მოვლის ჭრილში რა, იმიტომ რომ დეფოლტად ანუ ბევრი დრო გაქვს და ბევრი დრო თუ გაქვს, ანუ არ მეცადინებ, არ ვითარდები და ანუ ეს გქონდა რა ეს დრო მაკიაჟასაც ისო ხო ანუ კი ანუ აი თმაც კი რომ აი რაღაც წესრიგში გქონდა აი მართლა იყო ან ნებისმიერი გოგო და მეთანხმებად და სამწუხარო რეალობა ის იყო რომ მსგავსი სტერეოტიპები არ იყო ბიჭების მხრიდან რა ძირითადად ქალების მხრიდან უფრო ქალებისგან არის ხოლმე მსგავსი სტერეოტიპები ძალიან სევდიანია კი სევდიანია დიდი იმედი მაქვს რომ ეხლა იგივე აღარ არის თუმცა მე მაგაში ძალიან გამიმართლა რომ უკვე მე-6-7 წელია ქართველებთან მუშაობ ხო მენატრება ხოლმე, მაგრამ აი ეს ნაწილი ცოტა არ მსიამოვნებდა.
კი ბატონო, კი. სხვა სახის რამე გავდა იმისა, რომ ქალების მიმართ ეგეთი რაღაც დამოკიდებულებები აქვთ, სხვა სახის რამე სტერეოტიპები არსებობს და QA-ში. კიდევ იყო ის, რომ მაგალითად მე არასდროს მსგავსი გამოცდილებები არ მქონია, მაგრამ ჩემს მეგობარს კითხეს 2 წლის ფარგლებში აპირებდა თუ არა დაოჯახებას, იმიტომ რომ ღელავდა იმაზე, რომ დეკრეტი არ მოსწეოდა მერე მის თანამშრომელს. სტერეოტიპები იყო, ნუ QA-ზე ვისაუბრეთ, რომ QA რაღაცა პრიმიტიული როლია. უნდა გავიაზრო თავიდან. ანუ ტექნიკურ ინტერვიუზე გოგოებს ხშირად ეკითხებოდნენ, აპირებდნენ თუ არა მომდევნო წლებში დაოჯახებას. რა ვიცი რა. რათა ზუსტად თავიდან აერიდებინათ პოტენციურად დეკრეტი, როცა მათ მოუწევდათ მისი, ანუ ანაზღაურება რა. ვახ, ეს არ ვიცოდი ნაერა. კი. თუმცა ეგეთი ეხლა ესე გამომდის შეიძლება არ მინდა რომ იმე დავამძიმო, მაგრამ ეგეთი რთულიც არ არის რა, მთავარია რომ გესმოდეს რომ ყველაფერი შენ არ გეხება, როგორც ის აზრი. კი ბატონო. ეს სტერეოტიპებზე გასაგებია, მაგრამ ანუ კიდე იცი რა მინდა მეკითხა. აი მაგალითად ძალიან ბევრი ვისაუბრებს ზოგადად ამ QA-ის როლზე, რა სკილები უნდა ჰქონდეს რაღაც და აი მაინც მე რა მაინტერესებს მაინც ვერ გავიგე ამ QA-ის ტიპებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთისგან რა გამოარჩევს, ანუ ხომ არ არის რაიმე ისეთი განსაკუთრებული სკილი ან უნარი, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ეს მიმართულება წიგნისეულად და ფუნდამენტალურად გაითავისოს. ბოლო ტენდენცია რაც გვაქვს, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. და ვფიქრობ, რომ ყველა QA არ აქვს მნიშვნელობა რა, ავტომატიზაციის ნაწილში ხარ თუ მენუალის ნაწილში, აუცილებლად ამ ნაწილში უნდა გაიღმავონ ცოდნა. აუდიში გაწყვეტინებ, მე ვნახე შენი LinkedIn-ის გამოკითხვა სხვათა შორის და ერთ-ერთი როგორი იყო ეს შეგიძლია გამახსენო? კი, ანუ AI-ზე იყო კითხვა დასმული, თუ იყენებენ, თუ გეგმავენ და ზოგადად თუ აპირებენ რომ განვითარდნენ. და სხვათა შორის გამიგვირდა, რომ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ხმა მიცემული, რომ არ განვითარებას ხო და ხო არ სწავლას და არც გამოყენებას. და ცოტა გამიგვირდა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეს ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანია უკვე გადადის AI native-ზე, ანუ თითქმის ყველა უკვე ყოველდღიური ტასკების გარდა პროცესშიც აქტიურად იყენებს და ვფიქრობ, რომ ყველა ტესტერს შეუძლია, რომ ეს ნაწილი აითვისოს. უამრავი სხვადასხვა ხელსაწყოა, რომელიც სხვადასხვა პროცესებს STLC-ში გაუმარტივებს, ასე რომ ვთქვათ და რატომაც არა, ხო? პირიქით უფრო მეტ სიზუსტეს მისცემს და ამ რუტინულ აქტივობებს თავიდან ააცილებს. აქვე მოდის ხოლმე მე კითხვა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ხო არ ჩაგვანაცვლებს და ამაზე ყოველთვის პასუხი მაქვს არა, უბრალოდ გააჩნია შენ რამდენად ვითარდები რა. ხა ადრეც თუნდაც ხო ესეთი ერთ-ერთი ფაქტია, რომ ტრაქტორი რო გამოიგონეს, არ იყვნენ კმაყოფილი ის ადამიანები, რომლებიც რაღაცა ხელით აკეთებდნენ ამ საქმეს, მაგრამ 1-2 წლის მერე უკვე სხვა პროფესიაში ზუსტად, ხო, ანუ განვითარდნენ. შესაბამისად, აქაც იმის ფიქრი, რომ ვაიმე ღირს თუ არა ტექნოლოგიები რამე არ შეიცვალოს, შენ თუ მუდმივად მზად ხარ რომ განვითარდე, ჩემს და ამ საფრთხის წინაშე არ დადგები რა. და ხელოვნური ინტელექტს რაც შეეხება, ძალიან გასაკვირია, არ არის შენს სფეროში ეგეთი ადამიანები, ძალიან გასაკვირია, ვინმეს თუ ეს თემა არ აინტერესებს. არა, მე არც გამიგია რომ დეველოპმენტში იყოს ტიპი და AI-სთან გადაკვეთა არ ქონდეს. ერთადერთი მე ვისაც ვიცნობ და სხვათა შორის ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი იყო ეგ რა, ის უბრალოდ სპეციფიკური ისეთ პროდუქტზე მუშაობს, სადაც AI-ის არ უნდა გამოიყენონ, იმიტომ რომ data არ უნდა წავიდეს AI-სთან რა, ასე რომ თქვა და ერთადერთი მიზეზია და პარალელურად უბრალოდ ფიზიკურად იმ წამს არ არის იმის მოთხოვნილება იმისა, რომ მან AI გამოიყენოს. ეგეთი кейსები ვიცი, მაგრამ აინტერესებს უბრალოდ ჩვეულებრივად ხავს ადამიანს და წარმოუდგენელია უბრალოდ ეს AI არ იცოდე როგორ მუშაობს და რას აყენებს. თან ყოველდღიურად ახალ-ახალი თულები ჩდება, აი პროსტა აი რა სიჩქარით ვითარდება. ძალიან სწრაფად. ნუ ეგ სრულად გასაგებია, რომ პროექტისგან დასტური უნდა მივიღოთ, ხო? მე გააჩნია რომ ხელსაწყოს ვიყენებთ, მე რაღაც თუ არის in-house ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც პირობითად კომპანია ანდობს თავის დატას, რა თქმა უნდა, აქ ისევ კომპანიის ინტერესებიდან და მოთხოვნებიდან გამოვდივართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ კონკრეტული რაღაც სპეციფიკური დატის გადაცემის გარეშე QA შეუძლია, რომ ნებისმიერ ციკლში მისი აქტივობა იმას ხნას რა, დააოპტიმიზიროს. და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტექნიკური განვითარების მქონე კომპანია, მოკლედ ამ თემიდან კითხვებს აუცილებლად დაუსვათ. და ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ტექნიკურ ინტერვიუებზე.
ოკეი, ანუ მაინც იმ ტიპს აირჩევ, რომელიც AI-სთან რაღაც. ნუ პირველ რიგში ეკო ინდიკატორიც არის ის, რომ რაღაც აინტერესებს და ზუსტად, რომ აი რაღაცა ამ სფეროში მართლა ინტერესები გაქვს და არა ის, რომ იცი რა სტაბილურად რაღაცა ხელფას X თანხმობის ხელფას ავიღებ და ვიქნები. ანუ ეს ხო ხვდები რომ არ მქონდა. ნამდვილი ადამიანი, ვისაც ის უნდა რაღაც განვითარება, იმას ყოველთვის ეცოდინება რა ხდება ინდუსტრიაში. ზუსტად. მაგის გარეშე წავიდა. თან ძალიან მაგარია რა, მგონია რომ ვინც ერთხელ შეეხება აუცილებლად, ანუ რაღაცა ისეთი არის. ხო, მაგრამ მან ისიც არის რა, რომ ეხა დეველოპმენტში მაგალითად წინა ეპიზოდში ვთქვი ზუსტად ეგ, რომ ცოტა გავზარმასდით რა, ანუ ადრე მაგალითად თუ რაღაც research-ი, Stack Overflow-ზე შესვლა მე იქიდან რაღაცა სწავლა გიწევდა, მაინც ეხლა მე რა ძალიან სწრაფად იმას შვება რა ეს ყველაფერი რა, ანუ აი წარმოიდგინე, თუნდაც AI-ს რაში იყენებს QA, requirement-ების ანალიზში და ზუსტად გაქვს ჩამოწერილი რა პოინტები უნდა გატესტო. ანუ კი, აქაც არის სამერაიზერის იდეა, ხო, ფაქტობრივად. ხო, ანუ ზუსტად ბევრი თუნდაც შეგიძლია რომ პირდაპირ დააც შაბლონი მისცე, ნუ ასწავლო და მე ტესტ кейსები მენუალის შეაქმნევინო, რაზეც შენ დროს აღარ დახარჯო. ანუ ძალიან ბევრი ბენეფიტი გაქვს თუნდაც მე რომ რეპორტინგი მოამზადებინო და აი ის დამი data რომელსაც შენ მუშაობა გიწევს და რაღაცები ფილტრებინო და აყენო ისის, ნუ გიოპტიმიზირებს რა, ძალიან ბევრი ხელსაწყოა თვითონ ავტომატიზაციაშიც, მენუალის ნაწილშიც თუ მაგალითად რომელიმე QA გამოთქვავს ინტერესს და მე research-ს მგონია რომ შეიძლება პროექტებმა დაუდასტურონ და მისცეთ მათი გამოყენების საშუალება. კი ბატონო. ძალიან ბევრი რაღაცაზე ვისაუბრეთ რა, ანუ აი აქ ლექტორობის ნაწილზეც ვილაპარაკეთ, განვითარების ნაწილზე AI-ზე და ასე შემდეგ რა და ერთი თემა მაინტერესებს კიდე, იმიტომ რომ აი ამ LinkedIn-ზე რომ ხალხი რაღაცებს ახალი QA ადამიანი ჩდება ხოლმე და სულ რაღაცა მიღწევებს და ერთ-ერთი ნაწილი არის რაღაც სერტიფიკატები, რომლებიც თვალში ხვდება ხოლმე, რომ არ ვიცი წარმოგვიდგინე რომ აქვს სერტიფიკატებია QA-ში. აი ეს სერტიფიკატების ნაწილი რომ ამიხსნა, რამდენად must-ია, რამდენად საჭიროა, რა სერტიფიკატებზეა საუბარი ზოგადად ბაზარზე. იცი რა, ცოტა ისეთი არაპოპულარული აზრი უნდა ვთქვა, მაგრამ მე როგორც ტექნიკურ ინტერვიუერს არასდროს არ მიმიქცევია ყურადღება, რომ თუნდაც სტუდენტი რაღაცა X აკადემიის სერტიფიკატს ფლობს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენთან ერთ-ერთი როცა ვზივარ, რა ინფორმაციას მაძლევ. ანუ უნივერსიტეტის დიპლომივითაა ხო ფაქტობრივად ხო რა, კი. აი ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელიც აი ძალიან იშვიათი რა, შეიძლება 100-დან, რავი, ერთი პროექტი იყოს, რომელმაც STQ-ის სერტიფიკატი მოითხოვა. მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ძირთადად ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე რა, უფრო თუ ტექნიკური, არ ვიცი, სერტიფიკატები გაქვს AWS და რაღაც მსგავსი, ოკეი, და შეგიძლიათ დაურთო, მაგრამ ესე რაღაც მენუალ ტესტირების რაღაც სერტიფიკატი გჭირდება იმის რომ დასაქმდა, მგონია რომ ტყუილია. მგონია რომ ტყუილია. კი. ხო, კი ბატონო, ანუ დეველოპმენტის იდეაში ეგრეა, ძალიან ბევრი გამოცდა არსებობს, ძალიან ბევრი სერტიფიკატი არსებობს, მაგრამ ის თუ რეალურად შენი ეს ცოდნა არ დაამტკიცე ინტერვიუზე, იმას არავითარი აზრი არ აქვს, ხო, ანუ სერტიფიკატებს და ბეიჯებს ესე რა თქვა. წეგან ჩვენ რომ საუბრობთ იქ რაღაც დასაწყისი ლექტორობაზე და რაღაცაზე, ვისაუბრეთ რომ ერთ-ერთი იმაზე რაც დღემდე ჩამრჩა გონებაში მე-13 ამას უკვე 60 კაცი მყავდაო ერთ ჯგუფშიო რა. ხო და ეს 60 ადამიანი რომ მე აგზელებს და რაღაცა, ანუ ერთმანეთის კონკურენტები ხო არიან იდეაში რა. და გარდა მაგისა, ანუ სხვა აკადემიები არსებობს, იქ სხვები ვიღაცას ხავით გზები აქვს სწავლების. ამათ შორის ეს კონკურენცია როგორია, როგორ ხდება გადარჩევა, ეს გავიგე რომ ვიღაცებს soft skill-ები აქვთ, ისინი უფრო მეტნი არიან, მეტად დაფასებულები არიან, მაგრამ როგორ ხდება ეგ ამბავი? ხო, იცი რა, ცოტა კონკურენციის ნაწილში გვიჭირს რა და ანუ მართლა ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა იყო ყოველთვის წლების წინ, სანამ მე ყველა ჯგუფს არ დავტოვებდი. დავტოვე იმიტომ, რომ რეალურად ეს community, სადაც ვფიქრობ, რომ QA რაღაც community ერთმანეთს უნდა უზიარებდეს გამოცდილებას, რჩევებს, არ ვიცი, ინფორმაციას, გახდა მთლიანად მარკეტინგზე მორგებული რა, აი, უფრო შედარებითი, აი, ეს ჯობია თუ ეს ჯობია და აი, როგორც კი საპირისპირო აზრს აფიქსირებ, მოკლედ, ნუ ავტომატურად, იცი რა, რას ქვია. და კონკურენციის ნაწილშიც ვფიქრობ, რომ ძალიან გვიჭირს ვაღიაროთ, რომ სხვაც კარგი სპეციალისტია და მაგარია. ანუ ვფიქრობ, რომ ნუ პირად უჭრილში რა, არ არის საჭირო, რომ სხვაზე უკეთესი იყო იმის, რომ შენ წარმატებული იყო, შენი გზა გაქვს და მეორე ის, რომ თუნდაც ეს კომპანიებისთვის, რა თქმა უნდა, სწორი შენი აღნიშნა გქონდა, ხო, რომ ამდენი სტუდენტი, ამდენი CV რო შემოგდის
ტიპის წარმოიდგინე, ბუნებრივია, რომ ყველა მათგანს ვერ გაესაუბრები და ყველა მათგანს არ ვიცი ტექნიკურ ინტერვიუს ვერ ჩაუტარებ და პლუს მე პასუხს ვერ დაუბრუნებ სამწუხაროდ ეს კიდევ გვაქვს რომ უარი შემთხვევაში პასუხს არ აბრუნებენ ხოლმე ვიღაცებს ხო თან ეგოზე ხვდებათ ხოლმე რომ აი დამარეჯექტეს და კი და მაგას სულ ყოველთვის ვხსნი ხოლმე რომ ბუნებრივი პროცესია ანუ ყველასთვის ძალიან ისეთია ნაცნობი სიტუაცია როცა რაღაცა ინტერვიუზე რეჯექტდები ანუ უკვე სხვა კანდიდატი აირჩიეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ მან აი თუნდაც ისევ ხელოვნურ ინტელექტსაც რო ვკითხოთ ხო ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც შენ როგორი მომზადებული ხარ CV-ს კუთხით ხო რამდენად კარგად გაქვს სტრუქტურიზებული შენი უნარები თუნდაც მაგალითად მნიშვნელოვანია გაცნობით შეხვედრაზე რომელსაც HR-თან ატარებ ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყო ისეთი მოტივირებული იყო მაგალითად გქონდეს პატარა რესერჩი კომპანიაზე გაკეთებული რომ აი არ ვიცი თქვენზე არაფერი ეგ არ უთხრა ხო აი რაღაცა ისეთი ენთუზიაზმით სავსე ადამიანად წარმოჩინდა და მე უკვე ვფიქრობ რომ თითოეულ ადამიანს ამ კონკურენციის მიუხედავად მაინც თავის გასავლელი გზა აქვს და თავის ინდივიდუალურ უნარებზე და მოუწევს მუშაობა რა. სხვას უბრალოდ ამდენი პროფესიონალის ჭრილში ვერ აცდები. მე მანდის არის რომ მაგალითად QA-ის ჭრილში განსაკუთრებით ხო უამრავი ადამიანი არის სხვადასხვა სფეროდან. ზოგიერთ მათგანს მართლა გამოსდის და წაღანაც ვახსენე რომ ძალიან მიხარია ხოლმე რომ ზოგს არ გამოვა. ეკითხობათ ხოლმე ზოგადად რომ აი არ მინდა ახლა ძალიან ნეგატიურ კონტექსტში ვლაპარაკო, მაგრამ აი ტიპს რო ტიპი მოვიდა და სწავლობს რაღაცა, მაგრამ არ გამოუვა ეგ გიზნობა ხოლმე? კი. შენ ხო იცი რომ იგზნობა. კი, ნუ იგზნობა, მაგრამ მაინც мотиваციას აძლევ ადამიანს. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ყოველთვის ბოლომდე მიყვებით. აი ბოდიში გაწყვეტინე კიდევ ერთხელ, მე მაგალითად მქონდა ეგეთ შემთხვევა დეველოპმენტს რო ვიწყებდი. ერთმა ტიპმა მითხრა, რომ შენგან პროგრამისტი ვერ გამოვა, რას მიყვები ამ სფეროს და ანებე თავი რა. დღეს იმ ადამიანზე ბევრად გამოცდილიც ვარ, იმ ადამიანზე ბევრად მეტიც ვიცი და რავი, ანუ მეც მაქვს გავს გამოცდილება. ხო, რა, როგორი? ნუ არ მინდა რომ დეტალებში შევიდე, მაგრამ ხო, მეც მქონია იგივე როცა სამწუხაროდ იმ პერიოდში როცა მე კარიერაში დახმარება მჭირდებოდა, პირიქით უფრო ნეგატიური კომენტარები მომისმენია, მაგრამ მთავარია რომ გაფილტრო რა ეგ რო ხო ისე არ გადააწყვეტინო შენი ცხოვრება. აქაც ნახე დატო ვფიქრობ ხოლმე რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება რაღაცა არ გამოუვიდეს. პირველი იმიტომ რომ ვფიქრობ რომ არ ცდილობენ რა, აი რაღაცები არის, თუნდაც ხელოვნური ინტელექტია, რა ვიცი, თუ ხელოვნური ინტელექტზე ჯერ ამსმენია Google-ია ხო, ჯერ კიდევ, ანუ სანამ აქამდე მივლენ რომ თვითონ რაღაც ინფორმაცია მოიძიონ, მანამდე უკვე ფიქრობენ რომ დაიკარგნენ, ანუ research-ს ვერ აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე კურსზე ძალიან ბევრ საუბრობ, შენც იცი რომ ეგ პრობლემა არის, რომ აი ძალიან basic კითხვებით შეიძლება მოვიდნენ, ან დავალება ფურცელზე დაგიწერონ. ხვდები და ხო. ანუ ეს ყველაფერი უკვე მე მაფიქრებინებს, რომ გაუჭირდება ტექნიკა. ხო, მაგრამ კონკურენცია ოკეი, მაგრამ აი მე არ ვიცი როგორია, არ მახსენდება უბრალოდ QA-ის ჯობების ჭრილში რა. ანუ ვიცი რატო ამდენი QA რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყოველ LinkedIn-ის შესვლაზე ვიღაც ახალი ადამიანი QA-ს ანიწყებს, ან რაღაცა QA-ს ანუზირებული ხდება. და ამდენი პროექტი საერთოდ არის, ანუ უფრო უხეშად რო ვთქვათ, ვის რა თუნდა ამდენი ტესტერი. პროექტები არის. უბრალოდ ისე იქამდე მივდივართ, რომ კვალიფიციურ კადრებს ითხოვენ, ან თუნდაც ჯუნიორს, რომელსაც ზუსტად, ანუ ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი არის ხარისხი, მაგიტომ გავართულე რა, ჩემი კურსი, რომ არ მინდოდა სტუდენტებისთვის მომეტყუებინა, რომ მე ერთ თვეში ხა ისეთ რაღაც გასწავლი, რომ აი ყველა გაგიჟდება და თან განსაკუთრებით ამდენი QA-ის ჭრილში, რომ ყველა შენთან დაიწყებს მუშაობას. ანუ არა რა. და შესაბამისად, აი ხო წელს ვახსენე, ღია ლექციებზეც ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ ეს არის რთული და მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ 4 თვე მოგიწევთ ძალიან ინტენსიურად მეცადინეობა. ყველა თემა განსხვავდება, ყველა ერთმანეთს ებმევა, ერთს თუ ჩააგდებ, აუცილებლად შემდეგი გაგიჭრთულდება. ამის მოსმენა სამწუხაროდ სასიამოვნო არ არის. ხო, და უფრო კარგია მოისმინო, რომ რაღაცა ხო ხვდები, ძალიან ისე შეგიძლია. მე თუ მკითხავ, მართლა შეგიძლია, არც ლექტორი გჭირდება, არც კურსი გჭირდება, self-studying-ით დაიწყო, უბრალოდ გეგმა დასახო, რა თემები უნდა გაიარო და მარტო მისწავლო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ მენტორი, რომელიც მოტივაციას მისცემს, ინდივიდუალურად მიუდგება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ნაწილიც გასათვალისწინებელია, რომ აი აქ გვაქვს ფუნდამენტური პრობლემა და მგონია, რომ ამას მარტო მე არ ვხედავ, მგონია, რომ ამას ყველა ვხედავთ, ხო? კი. მე მაქვს შენთან კითხვა. რამდენი წელია ხო უკვე დეველოპმენტში ხარ და ძალიან საინტერესო იქნება შენი გამოცდილება QA-სთან. ანუ აი სად იყავი კომფორტულად, სად გექნებოდა დისკომფორტი, ან რას ფიქრობ ზოგადად, რომ QA-მ უნდა გააუმჯობესოს?
It's not a bug, it's a feature მქონია. ანუ ჩვეულებრივ ან ძალიან ბევრჯერ მქონია ეგ და იდეა ის შეიძლება მაგალითად დასაწყისში რომ აი პირობითად ტექნიკურ ტიპი, არატექნიკური QA-ც არსებობენ რა, რომ უბრალოდ ვერ უხსნი ეს რატო არის სწორი რაღაცა flow რა, როგორც უნდა მუშაობდეს კონკრეტული აპლიკაცია რა და ეგეთი რაღაცები მქონია რა, რომ ანუ აი ან წამს კურიოზული რა მახსენდება თქო რო გითხრა კურიოზული რა სიტყვა სახალისო კი ბატონო არის ის რომ რავი აი მაგალითად ვერ ამიხსნია უბრალოდ ადამიანისთვის რომ რატო არის ეს ასე სწორი და მე მივსულვარ და ვინც ჩვენ ორ შუამავალი ტიპი იყო იმისთვის მithქვამს რომ ესე უნდა იყოს და მე ვერ ვუხსნო შენ აუხსნა თქმა მე იმანაც ეს ახალი ტენდენციები რაც წამოვიდა შენს მაყოფილი ხარ ხო მაგის ხო ნუ ეგრე გამოდის რა ფაქტობრივად რა საერთო ჯამში ხო ეგეთი სიტუაციები ყოველთვის არის რომ დეველოპერები რაღაც QA ტიპები ერთმანეთში უერთთან ხდებიან შენ რა გქონია გარდა იმისა რომ ვიღაც ტიპთან ინტერვიუ გქონდა რომელსაც არ ეცვათ ამასასვები მაგის იცი რა მე ძალიან ბევრი სახალისო გამოცდილება მაქვს დეველოპერებთან მუშაობის, მაგრამ ნუ შენი ერთ-ერთი კოლეგა თორნიკე, ეხლა აქ არ არის, მოკლედ ჩემი და თორნიკეს კოლაბორაცია იყო ძალიან სახალისო რა. მახსოვს რომ ანუ რა თქმა უნდა ხა ხუმრობდით და არასდროს ამას სერიოზული სახე არ მიგვიცია, მაგრამ მახსოვს რომ ერთხელ თორნიკე რეპს უსმენს და რაღაცა ტექსტი დაწერა რა, როდესაც ამ პროექტიდან წამოვედი, იმდენად ბედნიერი იყო, რომ ის რა ქვია, payworks ეძებდა, რომ უნდა გავუშვალო. ესეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მოკლედ ძალიან ბევრი სახალისო ის მქონდა კომუნიკაცია რა, ყოველდღიურად, რომ აი, კაი თაკო ეხა წავალ დავისმენ და თორნიკე იცი რა, კიდევ 7 ახალი ხარვეზი გაქვს და აი, რო ამწარებ რა, იმ დასვენების წუთებს და მე რო გწერს, რომ ზუსტად რა ხდება და არაცდი, რომ პირობითად მეგობრებთანაც გაერთოს. ნუ Space-ში მქონდა ძირითადად ძალიან ესეთ სახალისო ისტორიები რა, რაღაცა რო ჩავჰარდკოდებდით რაღაც სასაცილოს ან ჟარგონულს და რაღაცას რო დაუპოსტავდით სოციალურ ქსელებში, მოკლედ კაი იყო რა. ძალიან კაი, კი ბატონო. აი QA-ის ნაწილში ეგ მენატრება ძალიან, რომ აი ეს მხიარულობა ეხა ძალიან მაგლია. რატო? ანუ რასგულის ყოფან აღარ არის გაქრა თუ? ანუ მე ხარ რა თქმა უნდა რომ ქართულ პროექტებზეც არ მუშაობ, შესაბამისად ეგ ურთიერთობებიც ძალიან რთულია რომ სხვა ქვეყნებს ხო, არა, იმიტომ რომ იქ რაღაც შეიძლება იძახი ეგ სასაცილო მომენტები ხდება ქაოტურ გარემოში რეალურად და არა ისეთი სადაც სტრუქტურირებული და დალაგებულია ყველაფერი. კი და პლუს პოზიცია უნდა გაწოდოს რა, ეხლა მე დეველოპერთან იგივე კომუნიკაცია აღარ მექნება. აღარ გაქვს კი ბატონო. რადგან ბოლოში გავედით, როგორც წესი, ყველა ეპიზოდის ბოლოს გვაქვს ეგეთი წესი თუ რაც ქვია და არ ქვია, რაც ქნა და არ ქვია, მაგას რომ სტუმარმა მაყურებელს უნდა ურჩიოს 3 არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რესურსი, რჩევა, ვიდეო ან რაიმე ეგეთი რაღაცა, რას ეტყოდი შენს მაყურებელს? ნუ პირველი, რასაც აუცილებლად ურჩევდი, განსაკუთრებით QA-ში უნდა განვითარება, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა განათლება გქონდა, რამდენი წლის არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი აჩვენებს, რომ თუნდაც ეხლაც ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი დასაქმებული არის 55 წელს ზემოთ. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რა საკეთებ, რა განათლება გაქვს, რა გამოცდილება გაქვს, თუ გინდა რომ ამ სფეროში განვითარდები, უბრალოდ მზად უნდა იყოს შრომისთვის რა, ეს შრომა სწორად უნდა შეაფასო და ყოველთვის, ნუ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ სფეროს გამოწვევებს გაუძლო და განვითარდი ამ სფეროსთან ერთად. ყოველთვის ყველაზე ფუნდამენტი და ამომავალი წერტილი ჩემთვის არის ხოლმე ის мотиваცია, რაც შეიძლება რომ შინაგანად გქონდეს რა, როცა სფერო მართლა გაინტერესებს. შენი мотиваცია თუ არის ერთჯერადი და თუ არის პირობითად ფინანსური, დარწმუნებული ვარ, რომ ეს мотиваცია არ იქნება საკმარისი, რომ პროფესიულად განვითარდე რა, სადღაც აუცილებლად ძალიან დაიღლები. ამიტომ ხო ისევ მაგამდე დავდივარ, თუ ეს QA არის ის სფერო, სადაც გინდა რომ განვითარდე, მზად იყავი შრომისთვისაც უნდა ჩადო და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგივა რა. აი ეს არის ჩემი აზრით ყველაზე გარდამტეხი ნაწილი, რომ мотиваციები სწორად შევაფასოთ. რა არის мотиваცია? мотиваცია თუ გვაქვს ის, რომ პირობითად მე ძალიან რუტინაში ვიქნები, რა ვიცი, სტაბილურობას მოვიპოვებ
და თავის ტკივილი არ მექნება, ეს ის ადგილი არ არის, სადაც ხო შეიძლება რომ ეს ყველაფერი იპოვნო. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არც ასაკს, არც გამოცდილებას, არც ბექგრაუნდს, არც განათლებას, რა ვიცი, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რა ყველაფერი გამოგივა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. Ну, რაც შეეხება უკვე რჩევებს, მატერიალებიდან ძალიან გამიჭირდება, რომ რჩევები გავცე, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში მჯერა, რომ ყველაფერი self-studying-ით შეუძლიათ, რომ მოიპოვონ და გაეცნონ, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ვურჩევ, რომ ბევრი ივარჯიშონ და იდეალური ხელსაწყოა იმისთვის, რომ თუნდაც ტექნიკური ინტერვიუების სიმულაცია გააკეთო, ხო, თუნდაც ივარჯიშო ინგლისურში, ივარჯიშო შენს ტექნიკურ უნარებში, რა ვიცი, პრაქტიკულ სავარჯიშოებში და ვურჩევდი, რომ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ისე სიღრმისეულად მიუდგნენ და განევითარონ უნარები აქ. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა თაკოს დღევანდელი ეპიზოდისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია Texi, ხოლო უშუალოდ ამ ეპიზოდის სპონსორი არის Rabi Labs-ი. Rabi Labs-ი არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის პროდუქტებს ჯანდაცვის, გართობისა და განათლების სფეროებში. გუნდი სხვადასხვა ქვეყანაშია გადანაწილებული და კომპანია დამოუკიდებლად ვითარდება გარე ინვესტიციების გარეშე. მათი პროდუქტები ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ ადამიანს აღწევს. კომპანიის კულტურა ნდობაზეა აგებული და ისინი სრულად დისტანციურ სამუშაო მოდელზე მუშაობენ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით ეძებენ პროგრამისტებს, მონაცემთა ინჟინერებს და მონაცემთა ანალიტიკოსებს. თუ აფასებ ავტონომიას ხარგახსნილი სწავლისთვის და გინდა გლობალურ მასშტაბზე მუშაობა, შეგვიძლია ეწვიო Rabi Labs-ის კარიერის გვერდს აღწერაში მოცემული ლინკის მეშვეობით. მადლობა თაკოს კიდევ ერთხელ და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა. ახლა გავათამაშებთ JetBrains-ის დეკემბრისთვის ლიცენზიას. მე აქ მაქვს ჩემი სია და ნახოთ ვისი სახელი ამოვა. Tornike ელკანიშვილი გილოცავთ. შეგახსენებთ, რომ იმისათვის რომ ამ გათამაშებაში ჩაერთოთ, საჭიროა რომ გამოწერილი ქონდეთ ჩვენი Instagram page-ი და მოდი ახლა ვნახოთ ვინ არის იანვისთვის გამარჯვებული. მარიამ ტაკიძე. გილოცავთ მარიამ, შენ აუცილებლად გადმოგეცემა ლიცენზია და თუ შენ არ გამოიყენებ, შენს მეგობარს მიეცი და ის გამოიყენებს.